ეს წარსული ზუსტად გვეხმარება, რომ ვიცოდეთ რა არის ვთქვათ, კოდი ასეთი ტიპის რეჟიმების ქცევის ლოგიკა მსგავსია, მეთოდები მსგავსია, შიდა წმენდების ლოგიკა მსგავსია, ინსტრუმენტები ეს არის კომპრომატი, ჭორები, ანუ ერთმანეთთან ადამიანების დაპირისპირება, დასუსტება მათი, სათითაოდ განადგურება. საქართველოს შემთხვევაში ეს არის შიდა წმენდების რამდენიმე, ასე ვთქვათ, მსხვილი კამპანია. ეს პირველი არის ძალიან მალევე ოკუპაციიდან 21-22 წლების განმავლობაში, ზუსტად აი ამ შიდა ჭიდილში, რომ ვინ უნდა იყოს ექსკლუზიური განმახორციელებელი პარტიის შიგნით მოსკოვის პოლიტიკის. ამ სისტემაში ეს ყოველთვის წესია, ხედავთ ხო, რამდენჯერ ყოველ წარსულის მაგალითზე ერთი თანამედროვე მაგალითი მინიმუმ გვახსენდება. შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ ლიდერები გადარჩნენ, გაიქცნენ, გარიგდნენ ასე შემდეგ და ჯოხი გადაწყდება თქვენზე. შეიძლება გაცნობიერებული არ ქონდეთ რუსული ინტერესებს სახურებს ეს როგორც ცოდნის და რაღაცა თეორიის დონეზე, მაგრამ არსობრივად ინსტინქტური რაღაცა შეგრძნებით ეს ძალიან აახლოვებთ მათ აი ამ წინაპრებთან. მთელი ბოლო 30 წლის განმავლობაში აი ასე ვთქვათ არასწორ ხარეზე მდგომ და სისტემის მომსახურე ადამიანებს გარკვეულწილად დაუშლილობის სინდრომი საკმაოდ გაუძლიერდათ, რომ იცი რა, ჩვენ ყოველთვის საჭირო ვართ. ალბათ უკვე ჩვენ საზოგადოება გაიზარდა იმ დონეზე, რომ რაღაცებზე თვალს აღარ დახუჭავს. უფრო და უფრო ხშირად ვსაუბრობთ საბჭოთა მემკვიდრეობაზე, უფრო და უფრო ხშირად ვსაუბრობთ, რომ რასაც თავი დავაღწიეთ როგორღაც და მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, ისევ ვუბრუნდებით, უკან მივდივართ ისევ იმ გზისკენ და იგივე საფრთხეების წინაშე ვდგებით. ვიღაცისთვის ეს არის გადაჭარბებული შეფასება. ხალხი ამბობს, რომ მოიცა რა დროს რაღაცა ზღაპრებს ნუყვებით და ასე შემდეგ, ესეთი შეფასებების მოგვისმენია, რა ის ჩელიაბინსკში გავიღვიძებთ, ესეთი ფრაზებიც გვესმის ხოლმე ხშირად. ამას პრინციპში ამ განწყობების გაღვივებას ხელს უწყობს პროპაგანდაც, ხელს უწყობს მოქმედი რეჟიმიც და აი ამ ფონზე გადავწყვიტეთ, რომ ვისაუბროთ სწორედ საბჭოთა გამოცდილებაზე, ვისაუბროთ პარალელებზე, რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ დღეს. ეს მოჩვენებითი სიმშვიდე და იმიტაცია, რომლის შემოთავაზებასაც ცდილობენ, რამდენად სახიფათო არის. აი ამის გამორკვევას შევეცდებით დღეს ჩვენ სტუმართან ერთად. ირაკლი ხვადაგიანია ჩვენთან ერთად, ეს არის Redline, მე ვარ ვექა პატურაშვილი, თათო შარიქაძეა ჩვენთან ერთად და ვიწყებთ მორიგი ეპიზოდის ჩაწერას. მოგესალმებით ირაკლი, მადლობა რომ დავგვთანხმდი და იმედია რომ საინტერესო საუბარი გამოგვივა. მოდი მანდედან დავიწყოთ, თათო არ ვიცი თუ გინდა რამდენიმე სიტყვით შენც. მე ხშირად უსმენ ისტორიებს რეპრესირებულთა შვილების მოყოლილ ამბებს. და სულ მაქვს ხოლმე ის რომ გავიგო როგორ გაიარეს ბავშვობა, როგორ იყო მათი ახალგაზრდობა, როგორ მოახერხეს იგივე სისტემაში ცხოვრება, ხო? მაგრამ მე უკვე დიდობაშიც აღმოვაჩინე რომ ეს ამ ბავშვების მშობლებიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება თავადაც ოდესღაც იყვნენ სისტემის მსახურები და სისტემა სწორედ მათი მშობლების გადასახლებითაც დაიწყო. თუმცა მე გული მწყდება, რომ შეიძლება რთული ამაზე საუბარი, მაგრამ გული მწყდება, რომ სწორედ ეს ადამიანები არ ყვებიან ამ ამბავს, ყვებიან მხოლოდ იმას, როგორ დაიწყო გადასახლება და არა მანამდე რას აკეთებდა მისი მშობელი. დღევანდელ პარალელზე რომ ვსაუბრობთ, სულ მინდა ხოლმე ვთქვა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიღაც ახლა დაიჩაგრა, მაგრამ არ ვსაუბრობთ იმაზე, რას აკეთებს მის გვერდით მყოფი, რა ხდება მის ოჯახში ამ დროს. ასეთი მაგალითები იქნებოდა ჩემთვის საინტერესო შენგან, რომ მსხვერპლი პირველ რიგში ხდება ის, ვინც თავად თავს ესხმოდა მანამდე სხვას. კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით და კეთილი იყოს ჩემი აუდიოვიზუალური გამოსახულება დღეს პოდკასტში. ძალიან ნიშნულოვანი თემა არის და თავისთავად გეთანხმებით ამ შესავალში, რაც აღნიშნეთ, რომ შეუძლებელია თუ კი ელემენტარული განათლება, ელემენტარული რაღაც ლოგიკა აქვს ადამიანს დღეს ამ პირობებში და იცის რომ რა გაიარა ამ ქვეყანა მეტნაკლებად მაინც არ გაუჩნდეს აი ეს შეგრძნება პარალელების რომ აი თითქოს მეორდება ყველაფერი თითქოს ისევ
თითქმის ვართ იმ მოცემულობაში, რომელსაც გვეგონა რომ თავი დავაღწიეთ, ანუ რუსულ საბჭოურ ხალხთა საპყრობილეში, როგორც ეძახდნენ, ხო, ანუ მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში და ეს არ არის რაღაცა მარტო ცარიელი ემოციები, რაღაც ანუ კონსპირაციის თეორია წლების წინ, როდესაც პირველი სიმპტომები ჩანდა ამისი საკმაოდ ცხადი, საერთოდ მიყავდა რეჟიმს ქვეყანა და ამაზე იყო საუბარს და დისკუსიაც, მაშინ ცოტა კლიმატი განსხვავებული იყო ჩვენს საზოგადოებაში და უმრავლესობას მართლა ესეთი არხეინი და ესეთი კომფორტის ზონიდან ხედვა ახასიათებდა, რომ კარგით მოაჭარბებთ, ეხლა ეს შეთქმულების თეორიებია და ასე შემდეგ. ეხლა უკვე მე მგონი საბოლოოდ აკრისტალდა, ხო? ანუ ვინც არის აი სულ უიმედოდ ექსკლუზიურად ჩამოკიდებული რეჟიმის პროპაგანდაზე და არის ფაქტობრივად ტყვე და ძალიან ძნელია მათი გამოხსნა, გარკვეული სეგმენტი ჩვენი საზოგადოების მათ გარდა უკვე უმრავლესობისთვის ეს ცხადი არის, რომ რა უნდა ამ სისტემას, ამ რეჟიმს, რა მიზნებს ემსახურება და აქედან გამომდინარე ძალიან მარტივია მე პარალელების დანახვა, ხო? ჩვენ გვყავს ახლა არალეგიტიმური რეჟიმი, რომლის საყრდენი საზოგადოებაში შიგნით არის ძალიან მცირე, უკვე აი კრიტიკული ზღვარზე დავიდა, აი ესეთი არადაინტერესებული, არახეირზე ორიენტირებული, ესეთი გულწრფელი და რაღაცა იდეური მხარდამჭერები შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღარ არიან. სულ მცირდებოდა დავიდა კრიტიკულ ნიშნულზე და თუ კი დარჩა ვინმე არის აი ერთფიროვნულად პროპაგანდის სხვერპლი და ისე ძალიან პასიური, ანუ ის ვერ გამოვა ქუჩაში და ვერ გადაეფარება სისტემას და მისი ასე ვთქვათ ძალაუფლების შენარჩუნების მთავარი ინსტრუმენტი არის ძალისმიერი ენა, ტერორი, რეპრესიები, რომელსაც ახორციელებს ამ შესაბამისი აპარატით. სუსი, პოლიცია, პროკურატურა, ეგრეთ წოდებული სასამართლო. ხო, აი ამაზე დგას რეჟიმის სტაბილური პროპაგანდა, აი ეს სადამსჯელო სტრუქტურები და ამის უკან რესურსი ფინანსური, რითაც აი ამ კონტინგენტს ინარჩუნებს, ხო? და ამით ისინი და საზოგადოების უმრავლესობა, მოქალაქეების უმრავლესობა არის გარიყული, არის დაპირისპირებული ამასთან, ესმის, რომ ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა ეს ქვეყანა და არის ამ წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართული. ეს ძალიან გავს იმ მოცემულობას, რაც იყო 20-იან წლებში საბჭოთა რუსული ოკუპაციის მერე, ანუ რეჟიმი, მისი ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი, ხო, ოკუპირებულ საქართველოში კომუნისტური პარტია საქართველოსი და ეს ფორმალური სტრუქტურები, სახელმწიფო საბჭოთა აპარატის იყო ძალიან, ასე ვთქვათ, კრიტიკულად მცირე, ქონდა კადრების შიმშილი, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ეთანამშრომლებოდა რეჟიმს, იყო მტრულად განწყობილი რეჟიმის მიმართ, უნდოდა დამოუკიდებლობის აღდგენა და ასე შემდეგ და რეჟიმის ამოცანა იყო რა, რომ რუსული გავლენა, რუსული საბჭოური სისტემა ყოფილიყო შენარჩუნებული. ანუ ეს ძალიან გავს ახლა, ხო? ანუ დღევანდელი რეჟიმის ამოცანა არის, რომ რუსეთის ორბიტაზე ვიყოთ, მათ პირადი კომფორტი და პირადი პრივილეგიები შეინარჩუნონ იმითი, რომ რუსეთისთვის ეს საქმე შეასრულონ და მოსახლეობის უმრავლესობა ამას ეწინააღმდეგება. ანალოგიურად იყო 20-იან წლებიდან მოყოლებული და შესაბამისად, რადგან აქტორები არიან იგივენი, მაშინდელი რუსეთი და დღევანდელი რუსეთი თვითონ არ მალავს, რომ არის იმ ამოცანების გამგზელებელი რუსული იმპერიული ინტერესებისა, რომელსაც უნდა რომ საქართველოს და მთელი სამხრეთ კავკასია და უფრო მეტი მისი გავლენის სფერო კი არა, ფაქტობრივად ორგანული ნაწილიც იყოს და ანუ დღევანდელი რუსეთი, მაშინდელი რუსეთი და მათი კლიენტი ძალა, რომელიც ამ ამოცანის შესრულებაში იღებს პირად პრივილეგიას, კომფორტს, ფულს, უსაფრთხოებას, ხელშეუხებლობას, ხო? და რადგან აი ეს მოცემულობა არის ფაქტობრივად მსგავსი და იგივე, შესაბამისად რუსულ აი ამ ძალას და აპარატს აქვს ინსტიტუციური მეხსიერება, რა უნდა გააკეთოს, რა მეთოდებით უნდა იმუშაოს, რომ ეს ამოცანები შესრულდეს, ხო? ასეთ პირობებში. და შესაბამისად ეს გამოყენებული მეთოდები, ახლა რასაც ხედავთ, იქნება ეს პროპაგანდისტული კამპანიები თუ ტერორისტთა რეპრესიების კამპანიები, არის მსგავსი, რა თქმა უნდა, ახლა ერთ საუკუნე გვაშორებს უკვე ამ საწყის პერიოდს და ბევრი რამ შეიცვალა ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ხო? ახლა ვირტუალური
ვირტუალურ ციფრულ ასე ვთქვათ ოკეანეში ვდივდივეთ, მაშინ ეს არ იყო, მაშინ პრესა, მაქსიმუმ რადიო, ზეპირი, ასე ვთქვათ კომუნიკაცია, ანუ ეს იყო პროპაგანდის ინსტრუმენტები, რო აი ამ კამპანიებში გამოეყენებინათ. ეხლა ძალიან გაზრდილია ყველა საშუალება ამ მხრივ, რაც რა თქმა უნდა მოწინააღმდეგეს აქვს, ჩვენც ჯერჯერობით გვაქვს და ეს ბევრ რაღაცას ცვლის, მაგრამ ლოგიკა, ამოცანები არის ძალიან ახლოს თავისი შინაარსით და ამავე მოცემულობის ნაწილი არის ახლა თქვენ რა კითხვაც დასვით და ამას ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, რომ აი ამ ლოგიკის შიგნით მაშინაც იყო მთელი 20-იან წლებიდან მოყოლებული, რომ რეჟიმის წარმომადგენელი ძალის სტრუქტურის შიგნით მიუხედავად იმისა, რომ ტოტალიტარულ რეჟიმს აქვს ყოველდღიური ეს ამოცანა, რომ ეს იყოს მკაცრი ვერტიკალი ძალაუფლების ძალიან მტკიცე იერარქია, ცენტრალიზებული პროცესი გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების, პარტია თვითონ ესე იყო მოწყობილი მთავარი, ასე ვთქვათ, ორგანო ძალაუფლების განმახორციელებელი, მიუხედავად ამ ლოგიკისა და დაკვეთისა, მაინც ეს არ იყო მონოლითური. ანუ შიგნით იყო კონკურენტული დაჯგუფებები, რომლებიც აი ამ არაჯანსაღი მოდელიდან გამომდინარე, ყოველთვის არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული უფრო მეტი პრივილეგიისთვის, უფრო მეტი რესურსების დაუფლებისთვის, მაღლა და მაღლა აწევისთვის თავისი, ასე ვთქვათ, კარიერულ კიბეზე და ექსკლუზიურად ძალაუფლების ფლობისთვის, ხო, შესაბამის საფეხურებზე და ამ შიდა ბრძოლების პირობებში, რა თქმა უნდა, ეს ახასიათებს ტოტალიტარულ რეჟიმსაც, მათ შორის საბჭოთსაც ახასიათებდა, რომ ეს არის პერიოდული, ესე ვთქვათ, შიდა წმენდები, ანუ აი ამ დაპირისპირების ფარგლებში კონკრეტულად ოკუპირებული საქართველოს დონეზე თუ საერთოდ საბჭოეთის დონეზე შიდა დაჯგუფებების შეჯახება ზოგჯერ ეს ცხადად ჩანდა, ზოგჯერ კულისებში, ერთი ძლიერდება, მეორეს ჩაგრავს, მათი გარიყვა ხდება, ანუ საუბრობთ იმაზე, რაც დღეს ხდება ქართულ ოცნებაში ფაქტობრივად. კი, ზუსტად, ამიტომ ამბობ, რომ ეხლა ეს არ არის არც ერთ ასპექტში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იგივე რეჟიმის მიერ მოქალაქეების უმრავლესობის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორსა და რეპრესიებზე ლოგიკა მსგავსია, მეთოდები მსგავსია, შიდა წმენდების ლოგიკა მსგავსია, მეთოდებიც მსგავსი არის, რომ გარკვეული დაჯგუფებების მარგინალიზაცია ხდება, დაჩაგვრა ხდება, ჩამოწერა, შეიძლება ეს უხეში ტერმინი რომ გამოვიყენოთ, მათ შეასრულეს თავის ფუნქცია და უკვე ეს ვერტიკალს აღარ ჭირდება. თან აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი პირადი ძალაუფლების ფაქტორი, იმიტომ რომ ტოტალიტარული რეჟიმები ხშირად არიან ერთპიროვნული მმართველობა, ეს არ არის რაღაცა კოლექტივი, დიდი, ფართო პარტია, ეს პარტიაც იერარქია არის, შეგნით ან ჯგუფია გაბატონებული, ან ერთი ადამიანი და მე ეს პირადი ნდობის ვერტიკალი და ესეც არის ხო, რომ აი ამ მაგალითად 20-იანი, 30-იანი, 40-იანი წლების განმავლობაში სტალინი ხდება ესე ვთქვათ ამ ერთპიროვნული ძალაუფლების ფლობელი და რა თქმა უნდა ეს მეორე პერიოდულად ჩამოწერს ხოლმე მის დასაყრდენი კლანების ნაწილს, რომელმაც შეასრულა ფუნქცია, ზედმეტად გაძლიერდა და აი ესეთი პარანოით შეპყრობილი ლიდერი, რომელიც შეუძლებელია პარანოიკი არ იყოს ესეთ სისტემაში, თulis რომ ის ზედმეტად გაძლიერდა და უნდა დაავალანსოს სხვა დაჯგუფებით, ამჟამად დაჯგუფების მოტივაცია არის, რომ ჩაანაცვლოს მანამდე გაბატონებული კლანი, გაანადგუროს ის, აჩვენოს რომ თვითონ უფრო ძლიერია და უფრო მაგრად აკეთებს საქმეს, ხო? კარგი შემსრულებელია, კარგი მენეჯერი არის და უფრო ერთგული არის, შემდეგ ეს შეიცვალა, შემდეგ ამანაც ამოწურა თავისი, ასე ვთქვათ, აქტუალობა, შემდეგ სხვა ახალმა კონკურენტმა ეს უნდა შეჭამოს და ანუ ეს არის რბოლა ერთგვარი, რომელიც ყველაზე დიდი წნეხის ქვეშ აქცევს სწორედ თავისუფალ მოქალაქეს და მას ვისაც რაღაც სისტემასთან და აი ეს მე რეკნეს აი ძალიან ფართო სპექტრს სისტემის სვერპლთა არის უმრავლესობა რეალურად სისტემასთან სამყაროს სიცოცხლე დაპირისპირებული და მებრძოლი და ამის გამო უმკაცრესად დასჭილი 21 წლიდან მოყოლებული ფაქტობრივად სისტემის არსებობის ბოლომდე. ამის პარალელურად ჩნდებიან ასევე რეპრესირებული ჯგუფები, რომლებიც რაღაცა პერიოდების განმავლობაში ორგანული ნაწილი არიან სისტემის და შემდეგ გაირიყვნენ და შემდეგ გამოაცხადეს ისინი კონტრრევოლუციონერ
შენერებად, ჯაშუშებად, საბოტაჟნიკებად, ანუ საქართველოს შემთხვევაში ეს არის შიდა წმენდების რამდენიმე, ასე ვთქვათ, მსხვილი კამპანია. ეს პირველი არის ძალიან მალევე ოკუპაციიდან 21-22 წლების განმავლობაში, ზუსტად აი ამ შიდა ჭიდილში, რომ ვინ უნდა იყოს ექსკლუზიური განმახორციელებელი პარტიის შიგნით მოსკოვის პოლიტიკის, ხო? აქ ეჯახებიან ერთმანეთს სტალინი, ორჯონიკიძის და მისი კლიენტების ქსელი და სხვა უფრო ძველი სტაჟიანი ქართველი ბოლშევიკების, ასე ვთქვათ, დაჯგუფება. და ამათ ჭიდილში სტალინის ხაზი იმარჯვებს, მიუხედავად იმისა, რომ ლენინი ჩაერია და რაღაცნაირად კომპრომისულად დააშოშმინა ორივე მხარე, მაგრამ მაინც ამ გაძლიერებულმა დაჯგუფებმა შეჭამა ეს კონკურენტები, მონათლა ისინი ნაციონალ უკლონისტებად, რომ თითქოს რაღაცა ეროვნულ საკითხში მათ სხვანაირი პოზიციები და სენტიმენტები ჰქონდა, გარიცხეს პარტიიდან, ჩამოაქვეითეს, გადაიყვანეს საბჭოთა საქართველოსთან სხვა მხარეებში, მოაცილეს აი აქაურ სისტემას და ყველაფერი გააჯერა სტალინის და ორჯონიკიძის აი ამ პირადი ნდობის ქსელმა. შემდეგ უკვე მეორე დიდი ჯახი ხდება უკვე 26-27 და 20-იან წლების ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის უფრო მასშტაბური საერთო საბჭოეთის დონეზე განხეთქილება ლევ ტროცკისა და მისი მოწინააღმდეგეების ბრძოლა ექსკლუზიური ძალაუფლებისათვის და ტროცკის მოწინააღმდეგეები თავს იყრიან სტალინის გარშემო, ისინი სტალინს რაღაცა ბელადად ჯერ არ ხედავენ, მაგრამ აი რაც იყო სტალინის ნოუ-ჰაუ, როგორ ასე ვთქვათ, ჩაეგდო ხელში ერთპიროვნული ძალაუფლება, ყოველთვის უქმნიდა ამ ადამიანებს ილუზიას, რომ ისინი წყვეტენ რაღაცას, სინამდვილეში პრაქტიკაში მასზე დამოკიდებულს ხდიდა. ანუ ამ დიდ ჯახში დღევანდელობას ყველაზე, მგონი, ყველაზე კარგად ანუ ესეც არის გარკვეული მეხსიერება, შეიძლება გაცნობიერებული არ ქონდეთ რუსული ინტერესებს სახურებს ეს, როგორც ცოდნის და რაღაცა თეორიის დონეზე, მაგრამ არსობრივად ინსტინქტური რაღაცა შეგრძნებით ეს ძალიან აახლოვებთ მათ აი ამ წინაპრებთან, შეგვიძლია ესე ჩავთვალოთ, რომ აი ესეთ სისტემაში წარმატება, კარიერული წინსვლა, გამარჯვება, რაღაცა პოზიციების გამყარება ყოველთვის არის დამოკიდებული არა რაღაცა შრომაზე, საჯარო პოლიტიკაზე, რაღაცა ადამიანების მასების მობილიზებაზე, ორგანიზებაზე, ანუ აქ არის ყველაფერი პირად ინტრიგაზე, აი რაღაცა ესეთი დახლართული საჭადრაკო პარტიები, სადაც თავარი მოქმედი ინსტრუმენტები ეს არის კომპრომატი, ჭორები, ანუ ერთმანეთთან ადამიანების დაპირისპირება, დასუსტება მათი, სათითაოდ განადგურება და ასე შემდეგ, ამითი, ასე ვთქვათ, იბრძოდნენ ძალაუფლების. როგორ გონია დღეს აი ახსენე კომპრომატები და ჭორები და ანუ აი ეს მექანიზმი კონტროლის, ხო? დღეს ეგ რამდენად ძლიერი არის იმ სისტემაში, რომელზეც საუბრობთ ჩვენ რეალობაში? მე მგონი ანალოგიური ბევრი სერია ვნახეთ უკვე ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის განმავლობაში უკვე 13 წელი მიდის და ეს არ არის მცირე დრო, ხო? ეხლა ჩვენ რასაც ყვებით წინა განზომილებებზე, აი 1921 წლიდან 13 წელი რო გადავთვალოთ, აი 1934 წლამდე, ანუ ამის დიდ ტერორამდე მისული პერიოდია და ანალოგიურად უკვე რამდენიმე ტალღაა ჩავლილი იყო ესეთი შიდა გარჩევების და შიდა ძალაუფლების, ასე ვთქვათ, გადანაწილების და აქაც ვიცით, ხო, როგორ დაიწყეს 2012 წელს ეს არ იყო რაღაც ესეთი მონოლითური ერთი პარტია, რომელმაც ძალაუფლება აიღო ხელში დემოკრატიული არჩევნების შედეგად, ეს ხო, ესე ვთქვათ, კონგლომერატი, ხო, სხვადასხვა ძალების, რომლებიც გაერთიანდნენ საერთო ამოცანის გარშემო, ესე რომ ვთქვათ, ნომინალურად, ხო, და ნახეთ მერე რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორ მოხდა აი ამ კოალიციის სუბიექტების, რომლებიც შეიძლება ილუზიით იყვნენ, რომ შეძლებდნენ სტრატეგიული მიმართულებების დასაკუთრებას და თავისი პოლიტიკის განხორციელებას, ან მეტი რესურსების მობილიზებას, როგორ ძალიან ესე რბილად კულისებს მიღმა ხშირად ჩახსნეს, განდევნეს, კომპრომეტაცია მოახდინეს მათი ყველანაირი მეთოდით, ანუ კლასიკური, ესე ვთქვათ, პროპაგანდისტული მეთოდებით, თუ ძალიან რაღაცა ამაზრზენი, ისევ რუსული ყაიდის და პოსტსაბჭოთა მათ შორის მეთოდებით, რომ აი პირად ცხოვრების კადრების გავრცელებით, დემონიზაციით ამ ადამიანებს, ანუ ეს ერთმა ტალღამ ჩაიარა. მე ვნახეთ უკვე პროცესი, როგორ გადასცა სტრატეგიული, ესე ვთქვათ, სფეროების კონტროლი რეჟიმმა
შემთხვევაში ივანიშვილმა მის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ კლიენტს და მის კლანს, ირაკლი ღარიბაშვილის და მისი საოჯახო კლანის წევრებს, რამაც რამდენიმე წელიწადი იმუშავა და შემდეგ უკვე ასე ვთქვათ, ერთპიროვნულმა მმართველმა ნახა, რომ ეხა დრო არის, რომ ამისი ჩანაცვლება მოხდეს, უკან პლანზე გადაიყვანა, ჩაანაცვლა სხვა, ასე ვთქვათ, კლანი თან კონგლომერატი, იმან თავისი ფუნქცია ამოწურა, შემდეგ ისევ დააბრუნა, შემდეგ ისევ ჩახსნა, ანუ აი ეს მუდმივი ცირკულაცია, მუდმივი წმენდა, შიდა, გადალაგება, გადაბალანსება, რომ არავინ არ იყოს იმდენი ხანი და ისეთ პოზიციაზე, რომ პრეტენზია გაუჩნდეს თეორიულიც კი, რომ მე რაღაცას წარმოვადგენ, მე შემიძლია ეხა უფრო მეტი რესურსები მოვიკრიბო და რაღაცა ჩემი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მივიღო, ანუ ამისი ოცნების შიგნით, ოცნებას რო არ გაჩენილიყო, ნახეთ როგორი მეთოდები იყო გამოყენებული და ამ პერიოდის განმავლობაში ნახეთ უამრავი ანალოგიური წელქვემოთ დარტყმები, აი ესეთი კომპრომეტაციის კამპანიები, შემდეგ ამ შიდა სისტემური კონკურენციის პირობებში ამ დაპირისპირებული კლანების ხელით გარკვეული დოკუმენტების გაჟონვები, ან გავრცელება, ანუ ეს არის მუდმივი პროცესი და ეხლა ერთ-ერთი ამისი ტალღაც სავარაუდოდ ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს და კითხვა არის, რომ რამდენად არის ეს პირადად ივანიშვილის დონეზე გადაწყვეტილი საკითხი, რომ ხედავთ როგორ ასე ვთქვათ ისუფთავებს ველს ირაკლი ყობახიძის კლანი, ასე ვთქვათ ნდობის ქსელი, ანუ დღესაც ახლა ბათუმის მერმა დილით მოწმენდილ ცაზე გამოცხადა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ დატოვა თანამდებობა, ანუ თითქოს არჩევნები. ერთგული რჩება ისევ გუნდის ეს გაზამება. ხო, ნახეთ ხო, აჭარის ავტონომიის დონეზე მმართველი კლანის რიჟვაძის უბრალოდ ესე ყოველგვარი რაღაცა ლოგიკის გარეშე ჩახსნიან და ჩანაცვლება ხო, ანუ არა და თითქოს ისე ჩანდა, რომ ეს კაცი რაღაცა ძლიერდება და ძლიერი ნიშა აქვს და ასე შემდეგ. ყოველთვის არის ჭერი, რომლის იქეთაც უკვე სწორედ ეგ იყო ხო ფაქტორი, რომ ნუ მე მგონია რომ ბიძინევანიშვილს არასდროს არ უნდა არავინ მის გუნდში, რომელიც იქნება მასზე პოპულარული, მასზე მეტი რეიტინგი ექნება და ვინც ყავს გარშემო, ხო ანუ ვერავიზე ვერ ვიტყვით, რომ იქნები ის ერთი იყოს ჭკვიანი, ანუ არავინ არ ყავს ასეთი. იმიტომ თვითონ უნდა იყოს მე ღერძი ამ ყველაფერს და მადლობებს თვითონ უნდა ისმოდეს და ტაშებს მას უნდა უკრავდეს. კი ბატონო, უბრალოდ აქაც არის, რომ ანუ რამდენად არის აქ საუბარი ივანიშვილის დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ, რომ ის არის ასევე კლიენტი რუსული გავლენის ქსელის მისი, ასე ვთქვათ, ამ პირამიდის წვერო, რომელიც მუშაობს ამ დაკვეთის შესრულებაზე და აქაც არის თავისთავად ეს კითხვა, რომ რამდენად არის ექსკლუზიურად ივანიშვილი მხოლოდ ერთი ქსელი, რომელსაც რუსეთი ეყრდნობა. ეს აქ ჩვენ ლოკალურად საუბრობთ ამ შემთხვევაში, ხო? კი ბატონო, და ეს პროცესი ახლა რაც მიდის, შეიძლება გვაგონებდეს იმას, რომ რუსეთს აქვს უფრო ასე ვთქვათ, მასშტაბური ამოცანები გადასაწყვეტი, მას აქვს შეზღუდული დრო, რესურსების შემომცირდა, სჭირდება ხისტი და სწრაფი მოქმედებები და ამ პირობებში, ანუ ის კლანი, რომელიც მანამდე ემსახურებოდა მის ინტერესს, ხადად გამოჩნდა, რომ ის დისფუნქციურია, რეალურად ვერც ერთი მთავარი ამოცანა რუსული ინტერესის ვერ შეასრულეს. რის მცდელობაც არის უკანასკნელი წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ისინი მაქსიმალურად აზიანებენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩაშალეს ყველა საერთაშორისო ფორმატი, აი ჩვეულებრივ რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტად არიან ქცეული, მაგრამ აი ის რომ მაგალითად შემოდგომაზე მთავარი მაინც ხომ არის აქ რომ საზოგადოების განწყობა შეიცვალოს, ხო? ანუ მთელი ამბავი ახლა თუნდაც ეს წერილი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა შიდა მოხმარებისთვის, გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს უთხრათ, რომ ის კი არა, რომ ჩვენ დავასრულეთ ვიღაცასთან, ანუ დასავლეთთან მცდელობა და ურთიერთობა მათი სიტყვებით, რომ ვთქვათ. არა, ჩვენ ვცდილობთ, ანუ ამას ღიად ჯერჯერობით ვერ ამბობენ. ანუ ძირითადად მინდა რომ აი ახლა აქეთ წავიდეთ, ანუ საზოგადოებაზე, ჩვენ ვისაუბრეთ რაღაც მართვის სტრუქტურაზე
და მსგავსებებზე და პარალელებზე, ნუ როგორ მართავდნენ მაშინ ერთი საუკუნის წინ და როგორ ახლა რა მსგავსებები არის, მოდით ვისაუბროთ ახლა საზოგადოებაზე. მაშინ როგორ მიყვებოდა ამ ყველაფერს საზოგადოება, როგორ ჩუმდებოდა ვიღაც, როდესაც გვერდიდან ვინმეს არ ვიცი, იტაცებდნენ და კლავდნენ ან ასახლებდნენ ერთია და დღეს რა ხდება აი ამ მხრივ, ხო? როგორ რეაგირებთ ჩვენ, რა არის მათი ამოცანა ახლა საზოგადოებასთან მიმართებაში? გნებავთ ლოკალურად, გნებავთ პირდაპირ ვერტიკალზე, რაზეც თქვენ საუბრობთ, რუსეთიდან მიღებული დავალებების კონტექსტში, რა არის ახლა მათი მთავარი ამოცანა და სად გადის მთავარი ბრძოლა? ხო, ანუ თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ აი შემოიტყვანეთ აქ საზოგადოების განწყობა და ზუსტად ჩვენ ვლაპარაკობთ რუსეთის ამოცანების ასე ვთქვათ ეფექტიანად და სწრაფად შესრულება მათ ვერ შეძლეს და ეს ცხადი არის ერთ-ერთი ფაქტორი, რითაც ეს იზომება ჩვენთვისაც ცხადია და თავისთავად რუსეთისთვისაც ეს ცხადია, რომ საზოგადოებრივი აზრის გარდატეხა ვერ მოხდა, ვერ შეიცვალა მიუხედავად ფაქტობრივად 13 წლიანი უწყვეტი პროპაგანდის მთელი უზარმაზარი რესურსების, ფინანსური, ადამიანური, რომელიც ამ პროპაგანდაში ჩადეს, რომ აი ეს ემოციური ორიენტირი, კოლექტიური მეხსიერებით განსაზღვრული სისტემა შეებრუნებინათ, რომ დასავლეთი არის საფრთხე და რუსეთი არის მეგობარი, ეს ვერ შედგა. ეხლაც კი, აი ესეთ უმძიმეს პირობებშიც კი, ნებისმიერი გამოკითხვა აჩვენებს და მათ შორის იმ აუდიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილიც კი, რომელიც არის ექსკლუზიურად ქოცურ პროპაგანდაზე ჩვეულებრივად დამოკიდებული ყოველდღიურ რეჟიმში, მათშიც კი აი ეს გარდატეხა არ არის მომხდარი ისეთი მასშტაბით და ისე სტაბილურად, როგორც ეს რუსეთს ჭირდება. ხო, ეს ფაქტი არის, რომ ჯერჯერობით აქ ბრძოლა არათუ მოგებული, არამედ ძალიან მძიმედ არის რუსეთისთვის, ხო? და ამ შემთხვევაში, ანუ ისევ რომ რაღაცნაირად პარალელები დავინახოთ და გავავლოთ, დრო რის განმავლობაშიც და მასობრივი პოლიტიკური ტერორის უწყვეტი მასშტაბური რეპრესიების მთელი სერიების გამოყენების შედეგად, რომ აი მიღწეული იქნა ის სინდრომი ჩვენ საზოგადოებაში, რაც თქვენ აღწერეთ, რომ გაჩუმდა ადამიანი, ხო? ანუ ღამე მეზობელს დაუკაკუნეს კარზე, წაიყვანეს, დაინახა ეს, ესე მიაყურა და ხმარა მოიღო, დილით სამსახურში მივიდა და კოლეგა აღარ დახვდა თავის ადგილას, ოჯახის წევრი წაიყვანეს და თავისთავად გარდა იმისა, რომ ციხის კართან მივიდა წერილის და ტანსაცმლის და პროდუქტის გადასაცემად რაღაც მომენტში უთხრეს, რომ გადასახლებულია მიმოწერის უფლების გარეშე, სინამდვილეში დახრეტილია უკვე და არ იცის. ჩუმად არის, ვერ გამოხატავს და გარეგნულად არავინ ამას არ იჩნევს, ხო? ამის მიღწევას ტოტალიტარულმა საოკუპაციო რეჟიმმა მოანდომა 1921 წლიდან 36 წლამდე აი ეს მთელი დრო, 15 წელზე მეტი. თან როგორ ის კი არა რომ როგორც ჩვენ მქონდა ახლა 2012 წლის მერე ძალიან წყობრად, ნაბიჯ რბილი მეთოდებით, ასე თქვათ მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების სტატუს კვოს პოლიტიკის პირობებში, რომ მთავარია ფასადი არ მოინგრეს და მთავარია რომ რაღაც რადიკალური ძროები არ იყოს ანიქით ანაკით და საკმარისი არის, ხო, ფასადურად თქვა სისტემამ, რომ მე დასავლეთთან კარგად ავარ და უზარმაზარი ფინანსური დახმარების პაკეტები და შემდეგ არ შეწყვეტილა, რაც მათი წინააღმდეგ გამოიყენებოდა და საზოგადოება. ანუ აი ესეთ პირობებში კი არა 21 წლიდან 16 წლამდე უწყვეტი მასშტაბური პოლიტიკური ტერორი, მასობრივი დახვრეტები, დაპატიმრებები, გადასახლება, იზოლაცია, ანუ მედიის არარსებობა, თავისუფალი მედიის არარსებობა, გამუდმებული პროპაგანდა, ფიზიკური იზოლაცია, ხო, საზღვარი ჩაკეტილია, ვერსაც ახვალ, ვერსაც ვერავინ შემოვა, ხო? ამ პირობებშიც კი აი ამ საფეხურზე ასვლას, რომ ადამიანი არის შეშინებული უინიციატივო, ზოგი ინდიფერენტული, ზოგმა უკვე ამ უწყვეტი ზეწოლის პირობებში გადაწყვიტა ინდივიდუალურ დონეზე თუ რაღაცა მთელი სოციალური ჯგუფების დონეზე, რომ ნუ რა ვქნათ ახლა, არაფერი არ გვშველეს, უნდა გადავრჩეთ, უნდა შევეგუოთ, ვადაპტირდეთ სისტემის, ასე ვთქვათ, პირობებს უნდა მოვერგოთ, ჩავერთოთ, ვიმუშაოთ, ფიზიკურად მაინც გადავრჩეთ, ხო? ანუ ეს ტალღაც ჩდება ასეთ პირობებში შემდეგ. ანუ აი ეს მთელი დრო დაჭირდა ამას, რომ აი საზოგადოება არის ატომიზ
ორგანიზირებული, ყველა არის ცალ-ცალკე, ყველა ისინია, ყველა არავინ არ ინდობა ერთმანეთს, ხო? და ეს არის თავარი ამოცანა, რომ აი სამი ადამიანი რომ დავსხედით და ვლაპარაკობთ და უზიარებთ ერთმანეთს ჩვენს აზრებს და რაღაცა შეიძლება ერთად გავაკეთოთ, ეს სრულიად გამორიცხული უნდა იყოს, იმიტომ რომ მე თქვენ არ გენდობით ის მე არ მენდობა და არავინ ირგვლივ არავის არ ენდობა, რომ აი კედლებსაც ყურები აქვთ, ხო? ანუ ეს იმ პერიოდში ზუსტად ამ მთელი პროცესების შედეგად გაჩნდა და დღეს ახლა რო შევადაროთ, დღეს რა სიმპტომებია სახეზე? ჩემი აზრით, ამ ბოლო ერთ წელიწადში განსაკუთრებით საკმაოდ საგრძნობლად გაიზარდა აი ეს მე არ მეხება, მოდი მე ვერ ვხედავ, არ მესმის, ну ამის მაგალითები გვაქვს სახეზე, ხო? ადამიანები არიან ციხეში, ადამიანებს სახლებში უვარდებიან, ადამიანებს ქუჩაში ხვდებიან, არ ვიცი, ურტყავენ, აშინებენ, ასე შემდეგ და ну გვერდით სხვა ხალხი, რომლებიც შესაძლოა მათი გუშინ მეგობრები იყვნენ, კოლეგები იყვნენ, რაღაცა ასე შემდეგ, ნათესავებიც კი შეიძლება ხმას არ იღებენ ამაზე. ხო, ну ხო, ეს სიმპტომები ცხადია, ჩანს და ვერ ვიტყვით, რომ რაღაცა ესე მონოლითურია საზოგადოება და урყევად უმკლავდება ამას, უბრალოდ ანუ რომ რაღაცნაირად ოპტიმიზმის საფუძველი, რაც ნამდვილად უნდა გქონდეს ახლა ამ პირობებში საზოგადოებას ჩვენ რომ ვერ მოგვერევიან, არის ის რომ ახლა 21 საუკუნეა თქვით, რომ როგორც მოწინააღმდეგეს აქვს ხელთ ეს მთელი ინსტრუმენტები თანამედროვე, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიების, რასაც იყენებს თავისი არაჰუმანური და კატასტროფული მიზნებისათვის, ის ინსტრუმენტები ჩვენთვისაც არის ხელმისაწვდომი და ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ, რაც მაშინ არ იყო, ძალიან დისპროპორცია იყო ამ კუთხით, ხო, რომ სტამბა რეჟიმის არის ის ბეჭდავს, ის ავრცელებს ყველაფერს, შენ თუ გინდა რომ ეს ეკომუნიკაციო საზოგადოებას, შენ პირველ სამცდელობაზე დაგაპატიმრებენ, დაგხრეტენ, ანუ უნდა მოაწყო იატაკ ქვეშეთში, ანუ უნდა რისკის ფასად, შრიფტიც იშოვო, დაზგაც იშოვო, ადგილიც იშოვო, ქაღალდი იშოვო, იატაკ ქვეშა რედაქცია გქონდეს, იმიტომ რომ ერთი ადამიანი ამას ვერ გააკეთებს, ხო, რომ რაღაც მოძრაობის ნაწილი იყოს, ანუ ეხაცაა ეს ტექნიკა, რომ აი ჩვენს ფაქტობრივად ჩვენ თავი რო შევადაროთ, ეს არის რომ სრულიად მარტივად, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად შეიძლება რთულია, ახლა ესეთ კარგი ხარისხიანი მოწყობილობების შეკრება, ახლა ჩვენ ვართ მედია, ხო? ანუ საუბრობთ, ამ ჩანაწერს ნახავს ათასობით ადამიანი, თუ კარგად შეიფუთება კიდევ და კიდევ შეიძლება მილიონამდე წავიდეს აუდიტორია, ანუ ჩვენ გვაქვს ეს ინსტრუმენტი და ამ წუთას ამისთვის ვერავინ ვერაფერს ვერ დაგვიშავებს პირდაპირ მეთოდებით, როცა მაშინ მე ვსაუბრობდი რისკებზე ამ შემთხვევაში, ანუ ეს სიმპტომები ჩანს, რაც ვახსენეთ. მე მაინც მინდა რომ მივიდე იმ ადამიანების ყურამდე, ვინც არ იმჩნევს ან ვერ ამჩნევს და რა რისკები ჩნდება. ანუ როდესაც ვსაუბრობთ გამოცდილებაზე, როდესაც ვაკეთებთ პარალელებს, მინდა რომ ხვალ რა რისკები გველოდება, იმიტომ რომ ხდება ეს ჩვენს რეალობაში, რომ გუშინაც არ წარმოგვედგინა ძალიან ცოტა დროის წინ, დღეს უკვე რეალობა არის და ხვალ აი ამ გამოცდილებიდან რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ. სადამდე შეიძლება დამძიმდეს მდგომარეობა, გასაგებია ახლა რომ დახვრეტას ვეღარ შემოიღებენ, ასე. ნუ იქნებით ამაში დარწმუნებული, იმიტომ რომ ხო, ნუ მაინც რაღაცა ესე გვეჩვენება, ხო, ეგ ამბავი და დავამატებ ბექას კითხვას დავამატებ მეორე კანონის შემოbruneb მეორეჯერ რომ რუსული კანონი შემოbrunდა მაშინ მახსოვს ჩემს კოლეგებს ვეუბნებოდი რომ როგორი ანგელოზიც არ უნდა გეგონოთ ახლა ხელისუფლება და ამ კანონში პრობლემას ვერ ხედავდეთ ეს კანონი იმხელა ბომბია ნებისმიერი სხვა ხელისუფლებისთვის და მას აძლევს ბერკეტს რომ იყოს რეპრესიული ადამიანებს დაუყადაღოს ყველაფერი და პირად ცხოვრებამდე მივიდეს რომ კარგი ესენი თუ გონია რომ არიან ღვთის ბოძებული რაღაც ანგელოზები, მერე რას შვებით, როცა ესენი არ იქნებიან. და მათ შორის მქონდა ხოლმე არგუმენტად ის, რომ კანონი არ ნიშნავს იმას, რომ არის კარგი. იმიტომ რომ მიყვარს ამ მაგალითს მოყვანა, რომ 37 წელსაც მიხეილ ჯავახიშვილის და ტიციან ტაბიძეს სამართლებრივად ფურცელზე დაწერილი კანონის მიხედვით იყვნენ დამნაშავეები, ხო, სამართლებრივად მათმა მოსამართლე მარტივად მიიღო გადაწყვეტილება, არსებობდა ჩვენება, არსებობდა უცხო ადამიანის ჩვენება და ასე შემდეგ. კანონმა მისცა ამის. კანონმა მისცა უფლება, რომ ესენი იყვნენ უცხოური ძალის გამტარი აგენტები და მათ სამართლებრივად ეკუთვნოდათ დახვრეტა გადასახლება. და რომ ვეუბნები, რომ თუ წლები დაჭირდა იმას, რომ როცა სტალინის კულტი დაინგრა, რომ
ეღიარებინა ქართველს, რომ არ ყოფილან ისინი და ხმამაღლა ეთქვა უпростоრად, არ ვიცი რა. აი ეს გარდატეხაც როდის შეიძლება მოხდეს, რომ მიხვდეთ, რომ რა ვქნა კანონი მეტის საშუალებას არ მაძლევს, რომ გაცდება ადამიანი და მიხვდება, რომ კანონი არ არის რაღაცა დოგმა, რომელიც შეიძლება იყოს აბსოლუტურად მართალი და თუ ერთხელ ვნახეთ ამ ცხოვრებაში, რომ 56 წლის მერე ყველაფერი შეიცვალა და რეპრესირებულებს დაერქვათ, ხო, ეს გადაწერა მოხდა ამ ყველაფრის, აქ არის, აი ხედავ ამის რესურსს, რომ სადღაც მივხვდებით, განათდება გონება და ვიტყვით, რომ მართალია ეს კანონები კი არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი მართალია. ხო, ამ ხრივ მე მგონი ეხა უკვე ამ ფაზაში ვართ, რომ ძალიან ბევრმა მე ვთქვი, რომ წინა პერიოდში, როცა სისტემა უკვე ნაბიჯ-ნაბიჯ მოდიოდა ამ ფაზამდე, საბოლოოდ ღიად რომ უნდა განახორციელებინა თავისი მიზნები რუსული, ასე ვთქვათ, გავლენის აქ ჩაბეტონების კუთხით, ანუ კლიმატის საზოგადოებაში სხვანაირი იყო, ხო? ბევრს ჰქონდა ეს კომფორტის ზონა, ბევრს ჰქონდა რაღაცა ესეთი ჩაკეტილობა, რომ არა, მე პოლიტიკა არ მაინტერესებს, მე ჩემ ხელოვნებას ვაკეთებ, მე ჩემ საქმეს ვემსახურები და ეს არ არის საფრთხე ჩემთვის რა ხდება, ხო? ეს ფაზა გავლილი გვაქვს. ეხლა მე მგონი შეიძლება, არ ვიცი, ვიკამათოთ, მაგრამ მე ეს მგონია, რომ ბევრი და უმრავლესობა ზუსტად ესეთი სეგმენტების ჩვენი საზოგადოების, რომელიც ნიჰილისტურად იყო განწყობილი, ინერტული იყო, თავის ნაჭუჭში იყო ჩაკეტილი, აპოლიტიკურად თვლიდა თავს, საერთოდ ეს პოლიტიკა რა არის, ვინ ვარ ჩვენ, საით მიდის ეს ქვეყანა, ეს რო არ აღელვებდა, ეხლა უკვე ქუჩაში დგას. ანუ მათში ეს უკვე გადაილახა, რომ ის რომ რაღაცა თითქოს კანონი კანონობს და თითქოს დაცული ხარ და თითქოს შენ პიროვნებას არავინ არ შეეხება, შენს უფლებებს ფეხით არავინ არ გადათელავს. ანუ ეს უკვე ცხადი გახდა, რომ ეს გარანტირებული არ არის და ამისთვის უნდა იბრძოლოს, რომ ელემენტარულ დონეზე ეს ყველაფერი დაცული იყოს. ოღონდ რა თქმა უნდა, არის კიდევ სეგმენტები საზოგადოების დარჩენილი, რომელიც თუნდაც იმის მიუხედავად, რომ ყველაფერს აცნობიერებს, მაინც სისტემის ნაწილია და მის აპარატს ემსახურება. მე მგონია, რომ ეგ წილი საკმაოდ დიდი არის. ხო, ეს ახლა ძალიან ესეთ მე არ მინდა როგორი განცდა შემექმნას. ბევრს ემართება, რასაც ვაკვირდები, რომ რაღაცა მცდარი წარმოდგენები ექნებათ, რომ აი აქციაზე ბევრი ადამიანი გამოვიდა ერთ დღეს და ეს ნიშნავს, რომ აი ხალხმა რაღაცები გააცნობიერა და მე მგონია, რომ ჯერ ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ მასობრივად ადამიანებს ჰქონდეთ საფრთხის განცდა. ამიტომ ვცდილობ, რომ რაღაცნაირად კავშირები ვიპოვო, რა სცენარით შეიძლება წავიდეს პროცესი. მან გეთანხმებით, რა თქმა უნდა, ეს არ არის რაღაცა ესე ცალსახად გარანტირებული, რომ ეს კარდატეხა მოხდა და დაიძრა ყინული და ეს აუცილებლად გარანტირებულ შედეგს მოიტანს. არა, იმიტომ რომ ნებისმიერ ჩვენგანი ახლა ჩვენ რაღაცა ისე გამოვგდეს, რომ რაღაც მასე კვარცხლბეკზე ვდგავართ და ესე ფილოსოფიურად მიმოვიხილავთ, რომ როგორი სუსტები და როგორი მოწყვლადები არიან ადამიანები. ჩვენც ესე ვართ, ხო? ანუ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება რაღაც კრიტიკულ მომენტში მოექცეს ბევრი გავლენის ქვეშ, რომელიც პრინციპულად შეაბრუნებს მის ქცევას და მის არჩევანს, ხო? ეს ყოველთვის არის ღია საფრთხე, რომელიც ესე უნდა ვიცოდეთ და გვესმოდეს. რა თქმა უნდა, შეიძლება ზუსტად ის ნაწილიც კი ადამიანების, რომლებიც გაბრაზდნენ, გააცნობიერეს რაღაცები, გამოვიდნენ და შეეჯახნენ აი ამ გადაულახავ ძალადობის კედელს და სამსახური დაკარგეს, შემოსავალი გაქრა, ალტერნატივა არ ჩანს, დევნას განიცდიან, რომ უკვე სისტემა მისინი მონიშნა როგორც არასანდოები, ხო? რაღაცა მომენტში შეიძლება ძალიან სწრაფად ჩამოუშვან ხელები და წინააღმდეგობა შეწყვიტონ და თუ კი მერე სისტემის მხრიდან რაღაცა თბილი პოლიტიკა დაინახეს, შეიძლება ისე უკან დაბრუნდნენ, ხო? ეს არ არის გარანტირებული. უბრალოდ მე რასაც ხედავ, ანუ მაინც ბალანსი ძალიან შეიცვალა საზოგადოების შიგნით და თვითონ სისტემის შიგნითაც, ანუ ეხლა რაზეც უნდა ვიფიქროთ და ეს პარალელები ისტორიული რაც შეიძლება დაგვეხმაროს და თუ კი ვინმე ისმენს იმ აუდიტორიიდან, ან თუ გვინდა რომ იმ აუდიტორიასთან მივიდეს ეს შეტყობინებები, ანუ გამოცდილება არის ის რაც ახსენეთ უკვე, ხო? სისტემა თავის თავს ხედავს მუდმივად
ანუ არ უნდა ძალაუფლება დათმოს და აგერ საბჭოთა რეჟიმის ლიდერები 91 წლის დეკემბრამდეც კი ვეღარ შეურიგდნენ იმას, რომ დამთავრდა უკვე ეს ფორმაცია, ვეღარ იარსებებს და სანამ ფაქტობრივად არ დაიშალა, მანამდე არ დაადასტურეს ეს ფორმალურად ხელმოწერით. ანუ ეს არის ბოლომდე იბრძვის თავის გადასარჩენად, ხო? და ამიტომ ის უფრო გრძელვადიანად ხედავს თავის თავს მომავალში. ივანიშვილი იქნება ეს თუ მისი სპონსორები და ასე თქვათ პატრონები, ხო? და ამიტომ მათ ჭირდებათ თავისი დასაყრდენი ფენები. ჯგუფები, რომელიც მუშაობს აპარატში, თქვით ამ ძალისმიერ აპარატში, პროპაგანდას აკეთებს, ფინანსურად უზრუნველყოფს მის სტაბილურობას. ოღონდ აი ეს გამოცდილება, რომ როგორც კი ეს ქსელი, რომელიმე ნაწილი ამოწურავს თავის ამოცანას, აქტუალობას, ძალიან მარტივად შეუძლია სისტემას ისინი ჩახსნას და მოიშოროს. ანუ გააკეთებინოს შავი საქმე და გარიყოს. ბედის ანაბარა მიატოვოს, ან თუ მაინცა და მაინც თვითგადარჩენის საფრთხე დაუდგა, საკუთარი უსაფრთხოების ფასად ივაჭროს, თვითონ თავი გადაირჩინოს და ისინი ისევ დატოვოს და მათზე გადმოიტანოს მთელი პასუხისმგებლობა. ამისი მაგალითი იყო თქვენ რაც ახსენეთ, რეაბილიტაციების პროცესი, ანუ ეს რამდენად ცინიკური და კატასტროფული მოვლენა იყო, რა თქმა უნდა, რეპრესიების მსხვერპლთათვის ეს კიდევ ახალი ტრავმა იყო, რომ არანაირი შვება ამას არ მიუწია. ანუ ფორმალურად მათი ოჯახის წევრი 37 თუ 38 წელს გაქრა და 55-16 წლებში მოვიდა ერთი ქაღალდი, რომელმაც უთხრა, რომ განაჩენი იყო უსაფუძვლო, არანაირი ასე ვთქვათ, დანაშაული არ ყოფილა და ბოდიში რეაბილიტირებული. ოღონდ ეს ადამიანი აღარ არის. ანუ ხო, ანუ ეს რამხელა ტრავმა არის და სისტემა მას თვითონ როგორ გადათარგმნა, ანუ ვინ გააკეთა ეს, ხო? იმავე ჯგუფის შიდა ომში გამარჯვებულმა ლიდერმა ხრუშოვმა, რომელიც თვითონ იყო ამ სადამშელო სტრუქტურების წევრი 37-38-ში, თვითონ აქ ხელი მოწერილი ათასობით ადამიანის სასიკვდილო განაჩენზე და მე 56-ში თქვა, რომ იცით რა, ეს მხოლოდ სტალინის ბრალი იყო და იმათი ბრალი იყო, ვის აი ამ სისტემაში მუშაობდა, ოღონდ იყო სხვა კლანის ბერიას დასაყრდენი. ისინი ჩახსნეს, იმათ მოსთხოვეს მარტო პასუხი, თავისი ხალხი ისევ დაიტოვეს და რა ვიცი, ბოლომდე აგერ 80-იან წლებამდე და მერეც კი ზოგი ისევ სისტემაში მუშაობდა, ხო? აი ეს არის ეს გამოცდილება, რომ მსგავსი გამოცდილება ბოლო პერიოდში გვახსენდება მე მგონი. კი, თავისთავად, ანუ ისევ მაგალითად გახარიასთან მიმართებაში, არა? კი ბატონო, ხო, ანუ ეგ არ მოხდა პრინციპში, ანუ ის იყო პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიღაცებს აძახეს მერე, რომ შენ ხარისკაცი, ვინც თვალები დათხარე, შენ ხარისკაცი, ვინც, რა ვიცი, შეცდომები დაუშვი, შენ ჩვენი გუნდის წევრი აღარ ხარ, ახლა Deep State-ის აგენტი აღმოჩნდი, რომელიც თურმე ჩაგვინერგეს და დღეს მორჩა ჩვენ სუფთა ხალხი ვართ. ჩვენ არ ფშვეში არ ვართ, გახარია იყო ყველაფერში. და თვითონ გახარიას პირობებში და ყველა ამ მსგავსი სადამშელო აქციების პირობებში, როგორც კი მე შეიძლება პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო, ყოველთვის ხდება გადატანა და ხელშეწმენდა რიგით შემსრულებლებზე. ის კი არა, რომ ვინ არის ვერტიკალში გადაწყვეტილების მიმღები და ბრძანების განცემი ფორმალურად თუ არაფორმალურად. არა, მე აი ბურთი გადადის სული მოედანზე, რომ ვინ მოიყვანა სისრულეში, ვინ გადააჭარბა ძალას, ხო? ის კი არა, რომ საერთოდ ძალის გადაჭარბება რატომ მოხდა ერთჯერ, ორჯერ, სამჯერ, ანუ ეს ძალის გადაჭარბება კი არა, სინამდვილეში ესაა პრაქტიკა და კონტროლი და კანონი არ მუშაობს, ხო? ანუ ეს გამოცდილება, რომელიც სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგობის მოძრაობის, პოლიტიკური წრეების, მეინსტრიმ მედიის მხრიდან კარგად არ არის გააზრებული, რომ ეს საკომუნიკაციო პოლიტიკა იყოს და უმიზნებდეს ზუსტად აი ამ რგოლებს, შემსრულებელ რგოლებს, საშუალო ქვედა რგოლს და მათ შორის ნაწილს ამ ელიტების, რომლებიც ამ ბინძურ საქმეს აკეთებდნენ. მოდი მაგ ელიტებზე ვილაპარაკოთ. რომ მათ გაიგონ დღეში ერთხელ მაინც აი ეს ამ ლოგიკის და ამ წესის შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ამ სისტემაში ეს ყოველთვის წესი აქვს, ხედავთ ხო, რამდენჯერ ყოველ წარსულის მაგალითზე ერთი თანამედროვე მაგალითი მინიმუმ გვახსენდება, ხო, რომ თქვენი ლოიალობა, თქვენი ერთგულება, თქვენი სამსახური კანონის დარღვევისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო, რომ თქვენი პირადი
პოზიციები შეინარჩუნოთ, არ არის გარანტია იმისა, რომ თქვენ საბოლოოდ არ მოგეთხოვებათ პასუხი და შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ ლიდერები გადარჩნენ, გაიქცნენ, გარიგდნენ ასე შემდეგ და ჯოხი გადაწყდება თქვენზე. და არათუ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მანამდეც რაც ახსენით, შიდა სისტემამ შეიძლება ხალხი მოინელოს თუ ხვალ, რა ვიცი, ჩათვალეს რომ საკმარისზე მეტი გავლენა მოიპოვა ამ ხალხმა. სულ მაგას უსვამ ხოლმე ხას, ახლა ჩვენ მედიას წარმოვადგენთ და ამ შემთხვევაში რაღაცები თავში რომ მოგვდის მაგალითები, პირველ რიგში მედიის მაგალითები მოგვდის ხოლმე რა. ანუ ადამიანები, რომლებიც ესე ნელ-ნელა შეფარვით ჩვენც ვიყავით მაგ ყველაფრის ნაწილი, ანუ ორივე მუშაობდით მე რუსთავიორზე, თათო იმედზე და დაგვიდგა ის წითელი ხაზი, როცა გადავწყვიტეთ, რომ არა, ეს ის არ არის, რასაც ჩვენ უნდა ვემსახურებოდეთ და კაფეო გახდა ჩვენთვის რაღაცები და წამოვედით, ხო, დავთმეთ ყველაფერი, რასაც ახლა ვიღაცები ებღავჭებიან. ხო და ანუ მაგას ხშირად ვამბობ ხოლმე, რატომღაც, ანუ მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს განვაზოგადოთ მედიის მაგალითი და ანუ კონკრეტული სახეები ვიცით, ხო, ვისაც აქვთ საკმაოდ კარგი რეპუტაცია, რაღაცა სახელი და გვარი, სახე, რომლებიც ჯერ თბილ წყალში ასე სასათბურე პირობებში აღმოჩნდნენ, მერე თანდათან რაღაცა პატარა შეცდომები, პატარა უზუსტობები, მერე პატარა უზუსტობებს დიდი უზუსტობები მოყვება, მერე ამას უკვე შეტოპვა მოყვება, შეტოპვიდან უკვე უკან გამოსვლა რთული არის და აი ამ მექანიზმს ძალიან კარგად იყენებენ და საბოლოოდ ეს ხალხი, რასაც ვაკვირდები, აი ასეთი არჩევანის წინაშე დგება რა, რომ ან უნდა ჩაყვეს ბოლომდე და მე მგონი ახლა მაგ ფაზაში არიან, რომ აი ეხლა უკვე რაღაც სინანულები კი არა აქვთ, რომ აი უკან როგორ გამოუძრე და აი შეტოპილი მაგ და გადავრჩე კი არა, ეგ უკვე ჩავლილია, ახლა მე მგონი იმ ფაზაში არიან, რომ თავით ერჭობიან პირდაპირ აი ამ პროცესში და ცდილობენ, რომ თავისი ადგილი იპოვონ, ანუ თუ იქით აღარ გამესვლება მეორე ნაპირზე, მოდი აქ ხომ არ გავხდე ტიპი. ეგ დაახლოებით გავს ახლა ცოტა მხიარული ნოტარა შემოვიდა საუბარში იმ ანეკდოტს, რომ სამოთხეში მაინც არ მოხვდები, ყველა წვალობ და ეშმაკს მაინც ნუ მოიმდორებ, ანუ ხო, აი ზუსტად რა, ანუ მე ჩემი დაკვირვებით, ანუ აბსოლუტურად ეგ პროცესი არის, ეხლა მედიაზე ვლაპარაკობ, მაგრამ იგივე შეგვიძლია ვთქვათ მოსამართლეებზე, ხო? ანუ უკვე იმ სისტემის ნაწილია, უკან აღარ, ეხლა დღესა უკვე დაგვიანებული არის ბევრისთვის ალბათ რომ რაღაცა თეთრი დროშები აფრიალო იგივე შეგვიძლია ვთქვათ პოლიციის მაღალჩინოსნებზე მაგალითად, ხო? რომლებიც უკვე სახეზე ვიცით, სახელები და გვარები ვიცით და ახლა უკვე იმდენად აქვს შეტოპილი, რომ ურჩევნიათ, რომ ხო, აი მაგ კატეგორიას როგორ უნდა მიუდგეს პროცესი, ანუ ჩვენი მხრიდან თქვენ როგორ უყურებთ ამ ამბავს? ჩვენ მაგ დავსაუბრობთ, ანუ ეს ჩემ პირადი ასე ვთქვათ პოზიცია არის. შეიძლება გამიგრძელდა ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი არის, რომ ანუ ამ გამოცდილებით ჩვენ ხო რაღაც გამოსავალზე ვსაუბრობთ პრინციპში და რაღაც რეცეპტებს ვეძებთ, ხო? სისტემის ლოგიკის წარსული მაგალითების ცოდნიდან გამომდინარე მსჯელობთ, ხო? ეხლა იმიტომ რომ ოღონდ ისევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ეს არ არის აუცილებელი წესი, რომ აუცილებლად ესე იქნება. ეს მაინც ესეთი განუსაზღვრელობა ჩვენი ყოველი წამის ნაწილია, ხო? 5 წუთს მე რა იქნება, ამას ვერავინ ვერ იტყვის დაზუსტებით. უბრალოდ არის რაღაცები, რაც მართლა უკვე გამოცდილი ლოგიკა არის და ძნელად თუ რამე სხვანაირად მოხდეს და ჩვენ საუბრობდით, რომ აი საშუალო და დაბალ რგოლზე აი ამ სისტემის არქიტექტურის, აი ამ შავ საქმეში მონაწილე ადამიანების მათთვის მტკივნეული რა შეიძლება იყოს, მათ რამ შეიძლება შეურყიოს აი ეს ერთგვარი პროპაგანდით, ამ ვერტიკალის შიდა დისციპლინით მოსყიდვა დასაჩუქრების წახალისების, რასაც სისტემა აკეთებს მათ მიმართ, ხო? თუ დაარღვია კანონი, თუ მის უკანონო ბრძანებებს ასრულებს, თუ რეპრესიებში ხარ ჩართული, რა мотивაციით ხარ, ხო? ან რაღაცა იდეურად უნდა აკეთებდე ამას და ეს ძალიან უმცირესი სეგმენტია, ან უნდა ჯილდოვდებოდე ამისთვის. ოფიციალურად კი არა, ოფიციალურად ჯილდოვდებიან, ახლა ნახეთ, ხო, დასანქცირების მერე ორდენები ჩამოული არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა, მთავარ მსხვილ ფიგურებს, მაგრამ ქვედარგოლში ეს არის დანამატი, ეს არის პრემიები, ეს არის დაპირებები, რომ
ვალის გასტუმრებას, წინ არაფერი დაუდგება, სტაბილური იქნება მის სამსახური, ბინით დასაჩუქრდება, ასე შემდეგ. ანუ ამით საქმეებშიც წილები და ასე რა შემდეგ. თქმა უნდა და ანუ ამის ფონზე მათ თან არ მიდის ეს ინფორმაცია, რომ ამის მიუხედავად ეს ყველაფერი არის სარისკო, ძალიან სარისკო, ძალიან ერთჯერადი დროებითი ამ წუთის და შორ პერსპექტივაში ეს ყველაფერი შეიძლება 10 მაგათ უფრო საზიანო აღმოჩნდეს მისთვის. ანუ 10-ჯერ მეტი დაკარგოს პირადი თავისუფლების ჩათვლით, ხო? ანუ ამ რგოლისთვის ეს ცხადი არის, რომ საკმაოდ შემაშფოთებელი გახდება თუ კი ამას ყოველდღიურ რეჟიმში გაიგონებენ და მკაფიოდაც დაინახავენ, ხო, რომ ყველაფერი აქეთკენ მიდის. იზოლაცია, სანქციები, ფული შემოაკლდება, სისტემა უკვე დაიწყებს შიგნითაც იმაზე ფიქრს, რომ ვინ ვის ხარჯზე გადარჩეს, ისევ იმ ლოგიკით, რომ რესურსი შეზღუდულია და რაღაცა ჯგუფმა უნდა დაისაკუთროს ეს რესურსი, რომ უფრო დიდხანს გაგრძელოს. დანარჩენები უკვე შეიძლება, ასე ვთქვათ, ჩახსნან და მოიშორონ, ხო? ანუ ეს მათზე მოქმედებს და ამას ვხედავთ კიდევაც. ბუნებრივად ეს მიდის და აი ზედარგოლებს რაც ეხება, ანუ ზუსტად ეგ მექანიზმია, რომ ისინი იმდენად არიან ღრმად ჩაფლული და იმდენად უკან დასაბრუნებელი არა აქვს თანამონაწილეები ასე ვთქვათ, ხო? პრინციპში თანამონაწილეები და ანუ გამსაზღვრელები არიან ამ პროცესის რაც ხდება, ხო? ანუ მათ პირად განკარგულებებზე თავარი, ასე ვთქვათ, წყაროსგან, ივანიშვილისგან თუ მისია ერთელი ზემდგომი ქსელისგან მიღებული ინსტრუქციების აღსრულებას ისინი უზრუნველყოფენ, ხო? და თან რა თქმა უნდა მათ ისევ ამ შიდა კონკურენციის გამო ყველას ერთმანეთის ეშინია, რომ თუ კი სადმე სუსტი რგოლი გამოჩნდა, მას ადვილად გამოავლენენ და უფრო მალე დაიღუპება, ვიდრე საერთო საფრთხის პირობებში შეიძლება გრძნობდეს, რომ ადრე თუ გვიან პასუხი მოეთხოვება, ხო? ანუ ეს ზედარგოლი უფრო შეიძლება ითქვას ჩაკირული არის და იქ რაღაცა ესეთ რომ სინდისმა გაიღვიძა, გააცნობიერა რომ ყველა ვარიანტში ცუდი პერსპექტივა ელის და რაღაცა კარგი ნამდვილად არა და წარსული გამოცდილებებიც ამისი მაგალითია, რომ ფაქტობრივად უკან დასაბრუნებელი ძალიან იშვიათად თუ არის, ან თუ კი რაღაცა ძალიან სწრაფი, გარდამტეხი, ესეთი ხარისხლისებური რაღაცა ცვლილება არ მოხდა, რომლის ფარგლებში ვიღაცები სამწუხაროდ ძველი გამოცდილებებიდან კი ახერხებენ, რომ ფონზე დარჩნენ და ასე ვთქვათ არ გადაყვნენ აი ამ რადიკალურ ცვლილებებს, მაგრამ რა ვიცი, ანუ ეს შეიძლება ასეც მოხდეს, უეცრად რამდენიმე დღეში გადაწყდეს საერთო, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ცვლილებების ბედი, ან უფრო ხანგრძლივი და ესეთი მდორეთ მიმდინარე პროცესი იყოს, როგორც ეხლა მიედინება. თუმცა საბოლოო ჯამში მაინც როცა ეს ბალანსი საზოგადოებაში არის საკმაოდ ცხადი, რომ უმრავლესობა არის სწორ ჯანსაღ ესეთ პოზიციებზე და ყველაფერი ის, რაც ხდებოდა და ხდება არის აი ამ უმცირესობის, ძალაუფლებას ჩამოუჭებული უმცირესობის, ასე ვთქვათ, ბირთვში ჩაკეტილი. არ ვიცი, როგორიც არ უნდა მოხდეს ცვლილება, ალბათ უკვე ჩვენ საზოგადოება გაიზარდა იმ დონეზე, რომ რაღაცებზე თვალს აღარ დახუჭავს, რაც იყო წინა წლებში. კი, მეხსიერების ზუსტად, ხო, აი დღეს რაც გჭირს, ნაწილობრივ ახლა ეს ცოტა მორალურ ეთიკურ ამბავში გადავდივართ, მაგრამ ეს ნაწილია, ხო, ამ ისტორიული გამოცდილების, რომ მთელი ბოლო 30 წლის განმავლობაში აი ასე ვთქვათ, არასწორ ხარეზე მდგომ და სისტემის მომსახურე ადამიანებს გარკვეულწილად დაუშლილობის სინდრომი საკმაოდ გაუძლიერდათ, რომ იცი რა, ჩვენ ყოველთვის საჭირო ვართ. აი ახლა ეს შავი კაცუნები ფორმაში ჩაცმული ტერორისტები შეიძლება ასე ითქვას, ხო, რას ფიქრობენ? ახლა სახელმწიფო ეს მაინც იციან ფრაზის დონეზე ან ინსტინქტის დონეზეც, რომ სახელმწიფო არის სტრუქტურა, სისტემა, კანონი, ეს მექანიზმები, რომლის უკანაც თუ არ დგას ძალა, თითქმის არ მუშაობს იშვიათად. ან არ მუშაობდა, მაგრამ რაღაც დონეზე მერე ეს მიდის, მაგრამ ესენი ხედავენ, რომ ძალის გარეშე რთულია და ვინ უნდა იყოს ძალა, ხო, აგერ მე ვარ. იმასაც ვჭირდებოდი, მომავალსაც დავჭირდები, ხო? ეს აძლევთ ამ კომფორტს და მოტივაციას. კიდე თავსაც გაიმართლებენ ალბათ, რომ ბრძანება იყო და ბრძანებას ვერ ავიდოთ. რა მაინტერესებს იცით, თქვენ იკვლევთ ამ საბჭოთა ისტორიას, ხო? და სოულაბი არის ამის ყველაფრის თავი და თავი.
ჩვენ რადგან ერთ-ერთ პოდკასტში ვისაუბრეთ ისტორიის გადაწერაზეც და დღესაც ფაქტობრივად იმ პარალელების მოძებნას ვცდილობთ, ხო, უახლოესი რაღაცა ჩვენი გასაგებია რომ საუკუნე, მაგრამ მაინც უახლოესი წარსულიდან. დღეს როგორ მიდის ეს კვლევები და რამდენადაც ვიცი არქივთან წვდომა გაქვთ შეზღუდული. რა არქივზეა საუბარი, რომ ვიცოდეთ რომ რატომ გააკეთა ეს ხელისუფლებამ, რატო შეიძლება ეშინოდეს, რომ ირაკლი რაღაც ისეთი არ იპოვოს წარსულში, რომელიც ძალიან გავს მას. რუსეთი როდესაც არის შენი მოწინააღმდეგე და მტერი და ფიზიკურათაც, ანუ ჩვეულებრივი კლასიკური ომითაც იომა შენთან და არასოდეს არ დაუსრულებია ხო ეს წოცავი ოკუპაცია, ამის წინ განმავლობაში და შემდეგ და დღესაც არის პარალელური განზომილება საინფორმაციო ომი, რომელმაც ჩვენი საზოგადოება, რომელიც არის სამიზნე ამ რუსული საინფორმაციო ომის, უბრალოდ პარალიზებული უნდა გავხადოს, დაგვაბნიოს, დაგვასუსტოს, გაგვთიშოს და აი ეს შევგიბრუნოს, აი ეს რაღაც ბურუსი შეიქმნას. რომ ტერი ვერ დავინახოთ და ასე ვთქვათ, მოყვარე გავანაწყენოთ და მის წინააღმდეგ გადაგვამისამართოს, ხო? და შესაბამისად, როდესაც აი ეს ამოცანა არის, ამის შიგნით ყველაფერი, რაც რეალობასთან აბრუნებს ადამიანს, საზოგადოებას, აი ამ კოლექტიურ ცნობიერებას, ეს არის რუსეთისთვის საფრთხე, როცა ის გიმტკიცებს, რომ ევროპა და დასავლეთი არის შენი დაუძინებელი მტერი, შენ ქართველობას წაგართმევს და გართმევდა სულ და თუ პირდაპირ არ ამბობს, რომ მე ვარ მეგობარი, თუ ის მტერია, მაშინ მფარველი ვინ შეიძლება იყოს, ხო? და მე გეუბნება, რომ აი ერთად ცხოვრობდი და შენ ქართველობდი და კარგად იყავი, ხო? ანუ აი ამ მეთოდებით უნდა იმუშაოს და ნებისმიერი ესეთი წიგნი იქნება თუ საუბარი იქნება თუ ერთი დოკუმენტი იქნება, რაც აჩვენებს, რომ დასავლეთი კი არა, აგერ რუსულ ენაზე, რუსების ჩართულობით ხრეტდა შენს, რა ვიცი, უშუალოდ ოჯახის წევრს თუ არა იმ ადამიანს, რომელიც შენსავით ფიქრობდა, შენი ღირებულებები ჰქონდა, შენი ქვეყნის დამოუკიდებლობა შექმნა და შემდეგ წაიყვანეს და კეფა გაუხრიტეს და დღემდე მათი საფლავები არ ვიცით, ხო? ანუ ეს მერე ამ პროპაგანდას ანგრევს. ამ საინფორმაციო ომში ასუსტებს მოწინააღმდეგეს, რომელიც ცდილობს, რომ დაგარწმუნოს, რომ ყველაფერი პირიქით იყო. სახელმწიფოს, როგორც ასეთი, მეხსიერების სფეროში პოლიტიკა არ აქვს, არ ქონდა. ანუ არც ხედვა სტრატეგიული, რომ როგორ უნდა გვესმოდეს ეს ჩვენი წარსული, არც ასე ვთქვათ, საერთოდ გააზრება და წარმოდგენა იმისა, რომ ეს არ არის მხოლოდ ინფორმაცია, ეს არ არის მხოლოდ რაღაცა ცოდნა, ეს არის გარკვეული ფიზიკური განზომილებაც აქვს, ამას მეხსიერების ადგილები, ხსენებული მსხვერპლთა სამარხები, ეს სახლები, სადაც ეს ტერორი და განადგურება ხდებოდა, ესეც მეხსიერების ადგილებია, მემორიალები, ხო? ანუ ეს პოლიტიკის ნაწილია, ყველა ნორმალურ თავმოყარე დამოუკიდებელ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს ევროპაში იქნება თუ სხვაგან ეს ესმის, რომ მეხსიერება, კოლექტიური მეხსიერება, ეს არის პოლიტიკის ნაწილი და ეს უნდა იყოს ჯანსაღი. რაღაცა ვიწრო პარტიულ ან ვიწრო და ძალიან მოკლევადიან მიზანს კი არ უნდა ემსახურება, მთელი საზოგადოების კონსენსუსის საგანი უნდა იყოს. ეს არ ყოფილა, ხო? ამის მიუხედავად, ან როცა სახელმწიფო ამას საერთოდ, ასე ვთქვათ, პასიურ, აგრესიულად უყურებდა ამ სფეროს 2012 წლიდან მოყოლებული, რაც უფრო აქეთ მოვდივართ, უფრო და უფრო გამოკვეთილად. ამის პარალელურად ახლა ჩვენ საზოგადოება მეტნაკლებად ვიზრდებით, ხო? ეს ფაქტი არის, რომ ამ სიძნელეების მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოება ძლიერდებოდა, ხო? ანუ ჩვენი ორგანიზაცია, სხვა კოლეგო ორგანიზაციები მუშაობდნენ და აკეთებდნენ იმ საქმეს, ავსებდნენ იმ ვაკუუმს, რასაც სახელმწიფო არ აკეთებდა და არც ხელს არ უწყობდა. ანუ გარკვეულწილად მაინც რაღაცები მიდიოდა წინ. პირადი ინიციატივების, რაღაც ჯგუფების ინიციატივების ხარჯზე. რა თქმა უნდა, ხო, ანუ ალტერნატიულად, grassroot ქვემოდან, საზოგადოებრივად ეს პროცესები დაიძრა, დისკუსიები, ვიცი, ეს წიგნები, გამოფენები, მემორიალური ადგილების გადარჩენის კამპანიები, ამავდროულად. და როცა ვიცით, რომ რამდენად შემაწუხებელი და მიუღებელი არის ეს ამ საინფორმაციო ომში რუსული ინტერესისთვის, რა თქმა უნდა, შემდეგ თავისთავად გარკვეული არაფორმალური თუ საიდუმლო ზეწოლა და მითითებები ძლიერდებოდა, დიდი ალბათობით ეხლა ადრე ეს კონსპირაცია ჩანდა, მაგრამ ეხლა ცხადი არის, რომ ხედავთ, რომ ეს ესე მუშაობდა და მე
პასიურ-აგრესიულიდან რეჟიმი გადავიდა აგრესიულ ფაზაზე. მოდი რა კარგად აგვიხსენი, აი არ გაინტერესებს, მე ძალიან მაინტერესებს, ანუ როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი, აი დრო და დრო, ნაბიჯ, ვთქვათ, როგორი მეთოდებზე ხო, ხო, მეთოდებზე ვლაპარაკოთ და რა ბოლო დროს რა შეიცვალა, ანუ მაინც ამ ბოლო ერთ წლიან პერიოდს ვიღებ, იმიტომ რომ რაღაცა სპრინტი არის, რა ყველაფერში იგრძნობა ეს, რომ აი დაჩქარებული წესით დაიწყო ყველაფერზე უცებ მოხჩობა. კი, აი ეს აჩქარდა უფრო კონკრეტულ ნაბიჯებში, რაში აისახა, ხო? ანუ თქვენი ორგანიზაციის მაგალითზე. სანამ უშუალოდ ორგანიზაციებს მოადგებოდნენ, ეს არის უკვე აი აჩქარებული, ასე ვთქვათ, ბოლო ფაზის რეალობა, მანამდე რა გაკეთდა მაქსიმალურად მოჭერა, შეზღუდვა, დამძიმება სამუშაო პირობების არქივებში. ეს არის ყოფილი კგბ-ს არქივი, კომუნისტური პარტიის არქივი, ყველაზე მთავარი, ასე ვთქვათ, წყაროები, სადაც არის ამ ოკუპაციის და ტოტალიტარიზმის პერიოდზე და არა მხოლოდ მათ შორის, ეროვნული არქივის სისტემაში, უახლესი ისტორიის არქივში, ანუ რომ ფაქტობრივად ის კი არა რომ ჩავკეტე და ავკრძალე, ღიაა კაცო და ყველა შეუძლია იმუშაოს, მაგრამ პრაქტიკაში ვერაფერს ვერ აკეთებ, ანუ საჯარო ინფორმაციაა ეს ყველაფერი, რაც არქივებშია, ხო? ყველა ეს არქივი არსებობს ჩვენს გადასახადებზე, სახელმწიფო სისტემის ნაწილი არის, არქივის ამოცანა არის ფიზიკურად შეინახოს ეს დოკუმენტები, დაიცვას, საძიებო ინსტრუმენტების შექმნას და ამის ნაცვლად, რა თქმა უნდა, ამ ყველა მიმართულებით ძალიან თულად და ნელა მიდიოდა პროცესი, როდესაც შემკვლევარი მიდიხარ და გინდა რომ დოკუმენტს გაეცნო, რაღაცაზე გეუბნებოდნენ რომ ეს კანონით აკრძალულია, აქ პირადი ინფორმაცია ადამიანის 75 წელი არ გასულა და ეხა 2010 წელს რომ მიდიხარ, შეგვიძლია გადავთვალოთ 75 წელი უკან ამდენია, 2016-ში რომ ეხლა დღევანდელი მოცემულობით 950 წლის ზემოთ ნებისმიერ დოკუმენტზე გეუბნიან რომ არა, ამას სანამ არ დავასკანერებ, ყველა პირადი ინფორმაციას არ წავშლი და რა არის პირადი ინფორმაცია, ხო? ესე აქვთ კანონით განმარტებული, რომ სახელი და გვარი ადამიანის თუნდაც. ანუ ჩვეულებრივად ცარიელ ფურცელს იღებ მე ციფრულად, ხო? ანუ არ გაძლევენ ინფორმაციას, ამას უნდა ელოდო კვირები და თვეები. იმიტომ რომ ერთ ჯერზე რომ 10 საქმე შეგიძლია მოითხოვო, თვითონში რომ ასობით ფურცელი, ანუ ერთი ადამიანისთვის უნდა გააციფრულონ 1000-ობით და 10000-ობით ხშირად ფურცელი, რა დრო ჭირდება ამას, მე იქ დაშტრიხვას ფურცელ, ანუ ჩაკეტილია. ანუ მთელი ცხოვრება შეიძლება არ გეყოს იმისთვის, რომ რაღაცა ინფორმაცია მოიქითხო რაღაც და თუნდაც რომ თანახმა იყო რომ მოვიცდი მთელი ცხოვრება და ოღონდ მაჩვენეთ და თუნდაც 3 ფრაზა იყოს 1000 გვერდიდან დარჩენილი. ხო, შემდეგ თუ გინდა რომ ეს აიღო, ამაში ფული უნდა გადაიხადო. 1 ლარი ერთ გვერდში, ხსენებულ ყოფილ კგბ-ს არქივში და კომპარტიის არქივში 3 ლარი ერთ გვერდში, კინოფოტოფონო დოკუმენტების და ასე შემდეგ ფასები, კიდე 2 ნიშნა და 3 ნიშნაც. ანუ ფასებით, აი ამ შეზღუდვებით შეუძლებელს ხდიდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობას, მაგრამ მაინც ასეთ დრაკონულ პირობებშიც კი ჩვენ მუშაობას ვაგრძელებდით და კიდევ ბევრ ალტერნატიულ არქივებს ვქნიდით, ადამიანებთან ოჯახებში საოჯახო დოკუმენტაციას ვაციფრულებდით, მათ შორის ვიდეო არქივებსაც, აუდიო ჩანაწერებსაც, ფოტო დოკუმენტები, ასე შემდეგ ზეპირ ისტორიებს ვიწერდით, ხო? მაინც ვერ გააჩერეს ეს პროცესი და სფერო და საბოლოოდ უკვე ამ ბოლო ფაზაში, როცა დაჩქარდა უკვე ყველა მიმართულებით ეწოლა, ერთდროულად მთელ სამოქალაქო საზოგადოებას შეტევა რუსული კანონით, რომ უბრალოდ დაფინანსების წყაროები ჩაგიკეტონ, სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს, არ აფინანსებს პირიქით ანადგურებს ამ სფეროს, ჩვენ შემთხვევაში და ყველა სხვა სფეროშიც, ხო, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციები იმიტომ არსებობდნენ და იმიტომ მუშაობდნენ, რომ ამ ვაკუუმს აკომპენსირებდნენ, რა ვიცი, შშმ პირების მიმართ, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ, სათემო განვითარების კუთხით, ხო, ანუ აი ერთი გლობალური მხარე, რომ აი გაგანადგურონ ინსტიტუციურად, ორგანიზაციულად ეს დაიწყეს 2022-3 წლის განმავლობაში და ეს დღემდე გრძელდება და მეორე მხრივ 2023 წლის შემოდგომისთვის უკვე მთავარი არქივები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის არქივი ესეთი ფორმით, ასე ვთქვათ, არსებობდა, ეს ყოფილი კგბ-ს არქივი და კომპარტიის იმელის უზარმაზარი არქივი
ჩვეულებრივად დაკეტეს ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე. უკვე მეორე წელი მიდის, ერთი ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, რატოა ჩაკეტილი და როდემდე იქნება ჩაკეტილი. ცხადი არის, რომ რადგანაც არის დაკეტილი, ხო? ანუ ფაქტობრივად ამ პირობებში ბოლო 2 წლის განმავლობაში და ეხლაც რაც მუშაობთ ჯერ კიდევ ესეთ კატასტროფულ მოცემულობაში და არ ვიცი რამდენი ხანი გაგრძელდება კიდევ, არის რომ ნებისმიერი ნაშრომი, რომელიც ამ პირობებში შეიქმნება, ფაქტობრივად არის ნაკლული. იმიტომ რომ ეს არქივები დაკეტილია ყოველ კონკრეტულ კვლევაში ისევ გჭირდება იქ სიღრმეებში წასვლა, ეს შესაძლებლობა მოსპობილია. დარჩენილ ნაწილში ეროვნული არქივის სისტემაში, რაც თქვით, ის წესრიგია ისევ, ამას კიდევ ახალი შეზღუდვები დაუმატეს უკვე სამკითხველო დარბაზებში მუშაობის, რაც უკვე კიდე კუბში და მე-4 ხარისხი აყავს აი ეს დრო და რესურსები, რაც უნდა დახარჯო, რომ საბოლოო ჯამში მაინც არაფერი არ მიიღო, ხო? ანუ ისეც de facto ჩაკეტილია და ერთადერთი ახლა სადაც რაღაც შეიძლება ნახო და მოიძიო როგორც ისტორიული წყარო არის პარლამენტის ბიბლიოთეკის ფონდები, ანუ ლიტერატურა, პრესა, ასე შემდეგ. თუმცა მანდაც თუ დიდხანს დასცალდა რეჟიმს და ისევ ისტორიული გამოცდილებით ვიცით, იქაც დააბრუნებენ ძველ წესრიგს, რომ რაღაცა აკრძალული იქნება, რაღაცა დაშვებული. ამისი ნიადაგი სავარაუდოდ უკვე ამისი მომზადება დაიწყეს, რამდენადაც ისო მექანიკურად პარლამენტის ბიბლიოთეკას ვამბობ. ეს არის ისევ დასავლური ევროპული და ამერიკული, ასე ვთქვათ, კულტურის მიდგომა, რაც პირველმა რესპუბლიკამ გაიზიარა, რომ ქვეყნის მთავარი ბიბლიოთეკა უნდა იყოს პარლამენტის ბიბლიოთეკა და დააფუძნა დამხსნებელი კრების ბიბლიოთეკა იყო ესეთი და შემდეგ უკვე 90-იან წლებში ისევ დააბრუნა შევარდნაძის დროს ეს ტრადიცია სახელმწიფომ და ყოფილი საჯარო ბიბლიოთეკა მთავარი ყველაზე დიდი ცენტრალური თქვა რომ ეს არის პარლამენტის დაქვემდებარების საპარლამენტო ბიბლიოთეკა. ეხლა გასული წლიდან მოყოლებული უკვე ეს სტატუსი გაუქმდა ყოფილ ბიბლიოთეკას და ეხლა ითვლება კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ანუ პარლამენტს უკვე და მithumetes არალეგიტიმურ პარლამენტს არაფერი შეხება აღარ აქვს ბიბლიოთეკასთან და სავარაუდოდ ეს არის უფრო ამისთვის ნიადაგის მომზადება, რომ სამინისტროს დაქვემდებარების დონეზე უფრო სწრაფად და საჯარო სამსახურის სფეროში მიღებული ახალი დრაკონული კანონებით, რომ ძალიან მარტივი ადამიანის გათავისუფლება, ამ წმენდების ჩატარება, ანალოგიური ბედიელის საჭიროების შემთხვევაში აი ამ სეგმენტსაც და საბოლოოდ რომ შეიზღუდოს და ჩაბნელდეს და დაიბლოკოს ყველანაირი კვლევის, ასე ვთქვათ, რესურსი ამ ქვეყანაში. აი ეს მიზანია. აი ამაზე როცა საუბრობდი, ახლა გამახსენდა მუზეუმების ამბავი და ცოტა ხნის წინ ნინის ანადირაძესთან ჩავწერეთ ინტერვიუ. ზუსტად ის მეხსიერებაზე საუბრობდა, იმაზე როგორც ცდილობენ ამის მოსპობას და ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინეთ, რომ მის ადგილას აბსოლუტურად გაურკვეველი პირი ინიშნება. ეს სივრცე, რომელიც იყო ცოცხალი, რომელსაც ჰქონდა ფუნქცია, ხვალ შეიძლება აბსოლუტურად უსიცოცხლო და უინტერესო გახდეს, იმიტომ რომ არავინ არ იმუშავებს ამისთვის. კი, ეს არის ზუსტად განგრძობადი ტენდენცია, უფრო ადრე დაიწყო ჯერ ეროვნული მუზეუმის სისტემის შიგნით წმენდა და რეპრესიებით ეაწოლუკიანის მიერ განხორციელებული აი ტიპიური საბჭოთა ჩეკისტური სტილით ჩატარებული, რაც დატოვა მერე მემკვიდრეობად ამ სისტემაში და მიუხედავად იმისა, რომ ეხა უფრო ასე ვთქვათ, თეატრალურ სფეროში გადავიდა და ამ ეგოს იკმაყოფილებს, რომ მოსამართლის როლი მოირგო, რომელიც ისევ ტიპიურ საბჭოურ ტრადიციებში აგზელებს აი ამ საჩვენებელი სასამართლო პროცესების ტრადიციას და ამით რაღაცნაირად ცდილობენ, რომ ეს პროპაგანდის მიმართულება გააცოცხლონ. მაინც ეხლა რაც კულტურის სამინისტროს შიგნით ხდება, ცხადია, რომ ისი გავლენა ისევ არის და საერთოდ ვინც არ უნდა იყოს სისტემის ამოცანა ეგ არის, ხო? ეროვნული მუზეუმის სისტემა, ლიტერატურის მუზეუმშიც რაც გააკეთეს, მწერალთა სახლი თავისთავად, ხო, ძალიან ცხადი მაგალითია ამის ეხლა თბილისის მუზეუმების გაერთიანება, რაც ახსენეთ, ხო? ანუ ეს პარალელურად მიდის, ეხლა რა თქმა უნდა, ტოპ პირველი პრიორიტეტი არ არის აი ამ პროცესში, მაგრამ რამდენადაც ეს აი საინფორმაციო ომის და მეხსიერების ომის სივრცის ნაწილია, უფრო და უფრო აქტუალური ხდება. იმიტომ რომ ხედავთ ახლა რუსეთი როგორ მოქმედებს, ხო? ახლა ეს 9 მაისის ეს მითოლოგია საერთოდ
ბოროტი დასავლეთი, გლობალური ომის პარტია, Deep State, კეთილი რუსეთი, ხო? ანუ აი ამ ველზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ განათლებული არის, ისტორიული ფაქტები იცის, საერთოდ პროცესების ლოგიკა იცის ცალკეულმა ადამიანმა თუ არა და საერთოდ აი ამ ტიპის პროპაგანდის ადვილი სამიზნე გახდება, ხო? ეს ირაკლი, ამ კვლევის პროცესში, შენთვის, როგორც კვლევარისთვის, რა იყო ის რაღაცა საინტერესო ამბავი, кейსი, რომლითაც რაღაც ყველაზე მეტად იმოქმედა შენზე, ყველაზე მეტად შეიძლება ცნობიერებაც შეგიცვალა რაღაცეებში. ძალიან გამიჭირდება ხა ეს ერთ-ერთი რაღაც კონკრეტულის გახსენება, იმიტომ რომ იმდენად ხანგრძლივი და იმდენად ესეთი ინტენსიური პროცესი იყო ამ ბოლო თითქმის 20 წელზე მეტია ეს საქმე რაშიც ვარ ჩართული. რაღაც ეხა ესე უცებ რაღაც ესე ძალიან განსაკუთრებულის გახსენება გამიჭირდება, თუმცა უამრავი ესეთი ემოციური მომენტი ყოფილა, განსაკუთრებით ამ ხრივ წინა პლანზე მაინც ის ადამიანური ფაქტორი არის და რაც სოლები შეიქმნა და მეც პირადად მანამდეაც კი უკვე ამის ელემენტარული პრაქტიკა მქონდა ჩვენ მუდმივად მუშაობთ ზეპირწყაროებთან, დროის მოწმეებთან, ადამიანებთან, ვინც არიან თვითმხილველები და თავის თავზე აქვთ გამოცდილი ყველა ეს მძიმე პროცესები, რაც საუბრობთ და ამ ხრივ ალბათ ყველაზე მარტივად უფრო ეს მხარე მახსენდება, რომ რაც მერე წლები გადაისმით, უფრო ავცნობიერებ მე რომ რამდენად იღბლიანი ხარ, რომ მიუხედავად აი 70 წლიანი წყვეტის მეხსიერების პროცესში, აი ტაბუების, სიცარიელის, რომლის ამოსავსებადაც დაიწყე მუშაობა, გაგიმართლა და ჯერ კიდევ აი ეს ემოციური ძაფი შენში მაინც გამთელდა, იმიტომ რომ შეხვედრი ხარ ადამიანს, რომელსაც ახსოვს და რომელიც გესაუბრება აგერ 30-იანი წლების დასაწყისის რეპრესიებზე, იმიტომ რომ თვითონ მსხვერპლი, ხო? ანუ თითქმის წარმოუდგენელია, რომ აი ხა შენ წინ ზის ადამიანი, რომელიც აი მაგ დროს არის გადასახლებაში ნამყოფი და ცოცხალი მოწმეა ამ ყველაფრის, რაც ისე თეორიულად იცოდი აქამდე და თვითონ არის ამ ყველაფრის წყარო 37 და 38 წლების დიდი ტერორის ცოცხალი, ასე ვთქვათ, მსხვერპლი, გადარჩენილი ქონია მისი შანსი რომ შეხვედრო და დაგელაპარაკა მეორე მსოფლიო ომში, ასე ვთქვათ, მებრძოლი ადამიანები, რომლებიც ფრონტის იქეთ მხარეს აღმოჩნდნენ და საქართველოს გათავისუფლებისთვის, ასე ვთქვათ, იარაღით ხელში უბრძოლიათ და ამის გამო მერე გულაგში იყვნენ გაგზავნილი და საერთოდ სტალინურ გულაგში ნამყოფი ადამიანი, როდესაც ზის შენ წინ და გელაპარაკება, ხო? ანუ აი ეს არის ის მომენტი, როდესაც ხვდები, რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ აი ეს პირადი ემოციური ბმა შენარჩუნდეს, არ გაწყდეს და აი ეს ადამიანური ფაქტორი არ ჩამოცილდეს, ხო? იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ყველაფერი ეს ყველა განხილული პროცესი შეიძლება გაიაზრო და აღადგინო ადამიანის საშუალებით, კონკრეტული ადამიანის ცხოვრების, გამოცდილების, ტანჯვის თუ ეს ისტორიები გავს ერთმანეთს? არც ერთი მათგანი არ არის რაღაცა ერთგვაროვანი, ყველა ცალკეული ადამიანი არის სრულიად უნიკალური, ასე ვთქვათ, მოვლენა, როგორც ასეთი, თავისი უნიკალური მეხსიერების, ვთქვათ, მექანიზმით, ყველა ეს ისტორია არის უმნიშვნელოვანესი და უძვირფასესი. თავისთავად მსგავსება არის იმ ნაწილში, რომ თუ კი ერთი პროცესის თვითმხილველები ამ მსხვერპლი იყვნენ თავისთავად ეს ფაქტობრივი მხარე და სისტემური ძალადობა მათ წინააღმდეგ მსგავსად არის, ასე თუ ისე არეკლილი, ოღონდ თავისთავად ყველა მათგანის პერსპექტივა არის განსხვავებული. და ამის ფონზე უფრო მწარი არის, როცა ვამბობთ რაღაცა შეცვალა, გასწავლა, ხო? ანუ როდესაც ამ ადამიანებთან ქონდა ბედნიერება, შეიძლება ასე ითქვას, პროფესიული თვალსაზრისით, ადამიანურითაც, რომ იცნობდი, მეგობრობდი კიდევაც, დრო გაგიტარებია მათთან კომუნიკაციაში და ეს უფრო მეც გასწავლის, ვიდრე, თქვათ, მხოლოდ დოკუმენტებთან მუშაობა და ამ ყველაფერს ავსებს და კონტექსტს აძლევს და უფრო მწყობს ხდის. ამის ფონზე უფრო კიდევ ასეთი
გამოცდილების და მწარე გაკვეთილების ნაწილია, როდესაც აქ ჩაფლავდი. ანუ გაუში შანსი ხელიდან, რომ ესეთ უნიკალურ ადამიანთან კონტაქტზე გასულიყავი და აგვიანე დღეს ხვალში უკვე გარდაიცვალა ადამიანი და დაიკარგა, ის სრულიად გაქრა ეს შანსი, რომ ეს უნიკალური გამოცდილება დოკუმენტის სახით დაფიქსირებულიყო. ან მიხვედი და არ შედგა ყოფილა ესეთი, ანუ ახლა ჩაფლავება კი ვთქვი, უბრალოდ ეს არავის ბრალი არ იყო, არც ჩემი და არც მათი, უბრალოდ აღარ უნდათ ამ ადამიანებს ესაუბრათ თავიანთ ტრავმებზე და გამოცდილებებზე. ამდენი წლის მერეც კი რა სამწუხაროდ ესეთებიც არის პრაქტიკაში და მან ეს არის ხშირად შეიძლება ითქვას რაღაცასით უფრო მრავლის თქმელი, რომ თითქმის ლამის რა ვიცი 60-70 წლის მერე უბრალოდ იმდენად ცოცხალი არის და იმდენად განსაზღვრელი არის ეს ტრავმა, რომ ადამიანი გეუბნება, რომ მე ამაზე არ მინდა ვილაპარაკო, ან საერთოდ უარყოფს, რომ ლაპარაკი შეუძლია, ან რამე ახსოვს, როცა დარწმუნებული ხარ, რომ ესე არ არის, ხო? ესეც და გზნობ, რომ რასთან გაქვს საქმე, ანუ რა მონსტრის წინ იდგნენ ეს ადამიანები და რა გამოიარეს, რომ ამდენი ხანი ეს სინდრომი მათში დარჩა. სხვათა შორის ეხლა რასაც ამბობდი, რომ უჭირთ ლაპარაკი, მე მაგალითად არც კი ვიკადრებ თავის შევადა, რომ იმ მათ გამოვლილ ტანჯვას დღევანდელ რაღაცებთან და თუნდაც ჩემი ისტორიებთან, თუმცა მგონია, რომ ადამიანს ყველაზე მეტად შეიძლება უჭირდეს საუბარი არა მარტო იმიტომ, რომ დიდი წნეხი გამოიარა, იმიტომ რომ შეიძლება ბევრი ღალატიც ნახა. მისი მეგობრებისგან, მისი ნათესავებისგან, მეზობლისგან, ეს ხო რეალურად ამ ქვეყნის ისტორიის უდიდესი ნაწილია და ცოტა ხნის წინ ვასკა ივანოვ-ჩიქოვანი იყო ჩვენთან სტუმრად და უთხარი, რომ ადამიანურად, მე მგონია, რომ ყველაზე მეტი დარტყმა მიიღო მაშინ, როდესაც მისი პროდიუსერი გამოვიდა წერილით და რაღაცა დანოსი დაწერა, რომ თურმე ვერ თანამშრომლობს ვასკასთან და მერე გაიმართა კიდე რაღაცა საბჭო, სადაც ვასკა აღმოჩნდა აგენტიც და მასონიც და ყველაფერი, ანუ ვასკასაც ეს უთხარი, რომ გამიცოცხლე, ესე მეგონა, რომ რაც წამიკითხავს წიგნებში, ჩემ თვალწინა აგერ 21 საუკუნეში ტელევიზიით პირდაპირ ეთერში ვხედავდი. და მეც მგონია, რომ ალბათ ადამიანებს, რომელსაც ამაზე საუბარი დღეს არ შეუძლიათ, უდიდესი ნაწილი აქ ის არის, რომ ნახეს ღალატი. ხო, ყველაფერი ერთად, იმიტომ რომ ეს ტრავმა, ჩვენს ტრავმაზე ვსაუბრობთ, რომელიც სხვადასხვა ტიპის ტკივილის და ძალადობის შედეგი არის და ანუ ეს მექანიზმიც ესეთია ხშირად, ანუ ყველა განსხვავებული არის, რომ ზოგისთვის ეს ტრავმა და ტკივილი ხდება როგორ ვთქვათ, мотиваცია, რომ პირიქით ღია და გახსნილი იყოს და აჩვენოს, რომ მან გაუძლო, იბრძოლა, გადარჩა, ფუნქციას აღიქვამს საკუთარ თავში, რომ ისაუბროს ამაზე, არ შეალამაზოს, აი ძალიან ასე ვთქვათ, შიშველი რეალობა მოყვეს, როგორც ასე ვთქვათ, გაფრთხილება, როგორც გაკვეთილი, როგორც გამოცდილება სხვებისთვის, რომ აი ეს თუ ყველა გავჩუმდით, თუ არ ვილაპარაკეთ, თუ არ დავარქვით რაღაცებს თავის სახელი, ეს ისევ გაგრძელდება, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობდით იმ სინდრომზე, რომ როცა ასე ვთქვათ, ადეკვატური და გამართული პასუხისმგებლობის სისტემა მოშლილი იყო და დამნაშავეები ისევ თავის პოსტებზე რჩებოდნენ და აქეთ მორალს უკითხავდნენ საზოგადოებას, ხო? რა განსაზღვრავდა ამას სიჩუმე, ანუ უმრავლესობა ისევ იყო ჩუმად, ისევ თავდახრილი, რომ ხო, ანუ იმას ძალა აქვს და ეხა ძველ დანაშაულებზე პასუხს ვერ მოთხოვთ, ხო? და ამითი, რა თქმა უნდა, ის სისტემა, ის რეჟიმი ისევ იხანგრძლივებს თავის არსებობას, მაგრამ არიან ესეთები, რომლებიც მოწოდებული არიან და ემოციურადაც და თავის პირად რესურსებით შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ არის ასევე ტიპი ადამიანის ყველა ჩვენგანში შეგვიძლია დავინახოთ ეს, რომ უსიამოვნო მძიმე ტრამულ თემასთან მიბრუნება, ანუ ფაქტობრივად თუ იმავე მასშტაბით არა, ტკივილის განახლება ისევ განახლებას იწვევს ამ ტრავმის და ტკივილის და ძალიან მძიმეა, ხა ვერ დაამონათე მაგის გამო, რომ რატო არ საუბრობ ამაზე. ალბათ კარგი იქნება, რომ შევახსენოთ ჩვენ თავსაც და სხვებმაც, რა ვიცი, გადავიმეოროთ ის წარსული გამოცდილება, რაც არც ისე შორეულ წარსულში ჩვენს ქვეყანას უკავშირდება, ზოგადად სისტემას უკავშირდება და სადამდე შეიძლება მივიდეს
ის რომ ადამიანები არ იმჩნევენ რაღაცებს, ის რომ კონფორმიზმში ურჩევნიათ ყოფნა და არ ვიცი, ალბათ ჯობია რომ ჩავიხედოთ ცოტა მეტად სარკეში, თუ ამის შესაძლებლობა გვექნება და ვიდრე მოგვისპობენ საბოლოოდ ამ შესაძლებლობებსაც, ხო? ნუ ამაზე ვისაუბრეთ ზუსტად რომ არის ამის მცდელობა, რომ ეს შესაძლებლობებიც გაქრეს. არ ვიცი რამდენად გამოვუვათ, მეც ოპტიმისტი ვარ და მაგ მხრივ გეთანხმები, რომ დღეს სხვა დროა მაინც ეს ოპტიმისტურ ნოტაზე რომ დავამთავროთ. ხო, მე მაინც მგონია, რომ არც ისეთი ძლიერი არ არის დღეს რეჟიმი, რომელიც მართავს აი ამ პროცესს, რუსებსაც აქვთ ძალიან დიდი პრობლემები დღეს და მე მგონია, რომ საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ ექცევიან თან და თან და იმედი ვიქონიოთ, რომ მათი ამოცანები არ იქნება შესრულებული, თუმცა რა ვიცი, უნდა ვიყოთ ფხიზლად ყველა ვარიანტში და არ უნდა დაგვავიწყდეს გამვლელი გამოცდილება. რა თქმა უნდა, ეს გამოცდილება გვასწავლის, რომ ჩვენ არ უნდა გავაძლიეროთ იქეთ მოწინააღმდეგე, ხო? ანუ თუ ვამბობთ, რომ გვინდა გავიმარჯვოთ და ვამბობთ, რომ ბრძოლაში უპირატესობა ჩვენს მხარესაა ჯერჯერობით, გამარჯვების გზა არის, რომ ანუ არ ჩამოუშვათ ხელები, არ ჩავთვალოთ, რომ რაღაცა საფრთხემ ჩაიარა, ცხადად გავუსწოროთ თვალი რეალობას, გვესმოდეს ასევე მოწინააღმდეგის მოქმედების ლოგიკა და ეს წარსული ზუსტად გვეხმარება, რომ ვიცოდეთ რა არის, ასე ვთქვათ, კოდი ასეთი ტიპის რეჟიმების ქცევის და მზად ვიყოთ ამისთვის და ასევე ყველაზე მთავარი ეს ადამიანური ფაქტორი, ხო? ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი. ჩვენ ვართ თანამებრძოლები, ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ჩვენ ვიცავთ ერთმანეთს. როგორც კი ეს ნდობა გაწყდება, როგორც კი ეჭვი დაისადგურებს, რაშიც დიდ ინვესტიციებს დებენ ესეთი სისტემები, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო ადვილი სამიზნე ვხდებით, ესე დაქსაქსული ინდივიდების დონეზე დარჩენილი და მერე უკვე მარტო ხარ სისტემის წინააღმდეგ და მაქსიმუმი რაც შეიძლება გააკეთო ამ ბრძოლაში არის რომ აჩვენო რომ შენ იბრძოდი და შენი წინააღმდეგ კი იყავი და აი შენი ეს ხმა და ტკივილი მაინც გადაარჩინო. ოღონ ეს მაინც დამარცხებული ბრძოლის ნაწილია და ეხლა ჩვენ პირიქით გამარჯვებას უნდა ვიყოთ აუცილებლად გამარჯვებისკენ. ერთი რაც პარალელი უცებ გამახსენდა და დასასრულისკენ რომ წავიდეთ, მახსოვს პაოლო იაშვილზე ბევრს ვკითხულობდი და მე დოკუმენტური ფილმიც იყო გადაღებული, სადაც ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ 12 წუთის განმავლობაში მწერალთა სახლში ტაშს უკრავდნენ ბელადის საქებარ სიტყვას და ვერავინ ბედავდა ტაშის გაჩერებას, იმიტომ რომ იცოდნენ რომ კგბ იყო იქ და აბა ვინ არ დაუკრავდა ტაშს აკონტროლებდნენ და ეს ტაშის ხმა გააჩერა იარაღის გასტროლის ხმა, იმიტომ რომ პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა და დღეს რო უყურებ ხოლმე ამ შეკრებებს და ბიძინას ქებას სულმა ვაკვირდები პირველი ვინ გაჩერდება ხოლმე პირველი ვინ დაჯდება და ვინ გაბედავს რომ მე ბიძინა რომ ფეხზე დგას ხვები დაჯდებიან თუ არა და მე მგონი იმდენად ნათლად ჩანს ხოლმე ეს აი მართლა წიგნში წაკითხული ისტორიები იმდენად ცოცხლად და ესე დოკუმენტურად აისახება ხოლმე კადრებში რომ საერთოდაც არ მიხარია ამ პარალელებს რომ პოულობ ნამდვილად არ მიხარია უბრალოდ რაღაცნაირად თვალსაჩინოა ეს ყველაფერი და ძალიან მარტივი ამ ყველაფრის დანახვა. დიდი მადლობა, მე მგონი ამოუწურავია ხა ეს ყველაფერი, რაც ეს შესავალი იყო. თუ მე ბოლომდე მოусმენს, მე დავიჯერებ, რომ აი რაღაცა არსებობს. ჩვენი ამოცანა საუბრობთ, რომ გავაძლიეროთ ერთმანეთი და გავამხნევოთ და მოტივაცია ამაღლოთ, მუშაობს. კი, ისტორიაშიც ბევრჯერ გაგვიმარჯვია და ეს პროცესიც მოდი ამ პარალელთან გავავლოთ, რომ უნდა გავიმარჯვოთ. ხო, ანუ ჩვენ რაღაცა მაგ პრინციპით მუშაობთ, რომ მოდი ჩვენ აუცილებლად ვილაპარაკოთ. მოდი ჩვენ აუცილებლად დავპატიჟოთ ჩვენთან საინტერესო სტუმრები და დარჩეს ეს შესაძლოა დღეს ვიღაცამ არ უყუროს ბოლომდე თუნდაც, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ რომ ხვალ და ზე უფრო და უფრო საინტერესო გახდეს, იმიტომ რომ მგონია რომ საინტერესოც არა რომ მე არქივით დავგლოკო. ძალიან საინტერესო დროს ვცხოვრობთ ჩემი აზრით. რაღაც გარდამტეხ ეტაპზე ვართ, ამას გრძნობ თავიდან ბოლომდე და მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან ბევრი სირთულე, სულ მაქვს ეს განცდა, რომ ეს დრო კარგად უნდა დავიმახსოვრო. აი ეს შეგრძნებები კარგად უნდა მახსოვდეს, ეს გამოწვევები დღეს რაც მაქვს. ხო და აი ამ შეგრძნებით და აი ამ მოტივაციით მათ შორის ვაკეთებთ აი ამ საქმესაც და იმედი გვაქვს, რომ
რაღაც თუნდაც მცირე ჯგუფი, ვინც ჩვენ გამოყვება აი ამ პროცესში და ჩვენი საუბრები დაინტერესებს. მე ჩავთვლი რომ ეს არის წარმატება. კი და შედგა ესე იგი. დიდი მადლობა. ირაკლი ხვადაგიანი იყო. მადლობა. ირაკლი ხვადაგიანი იყო ჩვენი სტუმარი. უყურებდით Redline-ის პოდკასტს. უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი, გამოიწერეთ ასევე კიაფი, მარიამოს ვლოგი და მადლობა პოსტერბარს, რომელმაც ასე მთი კარგი სივრცე დაგვითბო იმისათვის, რომ ქონოდა შესაძლებლობა მაყურებელთან შეხვედრის. მადლობა და დროებით. ნახვამდის.